დასრულდა უსაშველო მოლოდინი და მაძიებლის მეოთხე სეზონი იწყება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან მაძიებელი ითამაშონ ორ-ორად მოთამაშეებმა, ანუ პირველი სამი სეზონის ჩემპიონები ნინო ფერაძე, ანი მარდალეიშვილი, ტორე სამოსი და ცოტა ბერძენიშვილი. აი რა მაიმუნობაა ეს კაცო რა. რა ჩაუდეთ ამ კაცამისთან? ეშინია ხელის მოკიდება. ჩემი ნუ სამო ტორეს. ერთხელ ცხოვრობთ რა ხდება? გავრისკავთ. ძვირფასო მეგობრებო, დასრულდა უსაშველო მოლოდინი და მაძიებლის მეოთხე სეზონი იწყება. მე ვიცი რომ ელოდებოდით ამ ამბავს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტაშტაშეთი. მესპენა არ ვიცი, ვინც იცით დაუსტვინეთ. აი, გაიხარეთ. მაძიებლის მეოთხე სეზონი იწყება ისევ და ისევ პრესეზონის თამაშით, ანუ ეს საჩემპიონატო ბადეში ეს თამაში არ შევა, მაგრამ იქნება ძალიან წარმომადგენლობითი თამაში და მე მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ. მოკლედ მაძიებლის მეოთხე სეზონი იქნება იუთუბერების სეზონი, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სანამ იუთუბერები ჩაერთვებიან ამ ფერხულში, მანამდე გავაკეთოთ 4 ჩემპიონის ტურნირი, როგორც ჰარი პოტერში არის. 4 ჩემპიონის ტურნირი, იქაც ჰარი პოტერი wild card-ით მოხვდება ამ 4 ჩემპიონის ტურნირში. ამჯერადაც wild card-ით ყავს ერთი ადამიანი, თუმცა არც ისე wild, იმიტომ რომ დამსახურებულად მოიპოვა ადგილი ამ დღეულში. მოკლედ, წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი თამაშის სტუმრებს. ნინო ფერაძე, ანი მარდალეიშვილი, ტორე სამოსი და ცოტა ბერძენიშვილი. მეგობრებო, როგორ ახართ? კარგი. ეხა მაყურებელი არის გაკვირვებული, რომ 4 კაცი რატოზისო სტუდიაშიო და მე ნელ-ნელა დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში გეტყვით იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც დაინერგება ამიერიდან მაძიებელში. მე შეიძლება კიდე შევცვალოთ, თუ კი ჩავთვლით, რომ გაუმჯობესებას გამოიწვევს ამ პროექტის. მოკლედ, პირველი სიახლე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან მაძიებელი ითამაშონ ორ-ორად მოთამაშეებმა, ანუ 2-2-ზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მეტი დისკუსია, მეტი დინამიკა, მეტი განხილვა და მე მგონია რომ ეს ამბავი მოგეწონებათ. პირველი 3 სეზონის ჩემპიონები და ჩემი მომგები რომ კაცი არ დაბადებულა ამ ქვეყნად მაძიებელში, ქალი დაიბადა ანი მარდალეიშვილი და სწორედ ის არის დღეს წარმოდგენილი. წინა თამაში გავიცანით ჩვენ ერთმანეთი და მე ჩემი მომკლელი Instagram-ი გამოვართვი, ნომერი ჩავიწერე და მე ვთხოვე რომ ანი თუ შეიძლება ერთხელაც რო გვეწვე ხო მეთქი მადლობა ანი რომ გვენდე და გვეწვიე ერთხელაც მაძიებელში. ნინო და ანი როგორც მივხვდით წყვილში ითამაშებენ, ტორესა და ცოტა წყვილში ითამაშებენ და ნახოთ 4-თა ტურნირში ვინ გაიმარჯვებს. კიდევ სიახლეები იქნება ის რომ ამ სეზონში ვითამაშებთ შემდეგი პროცენტული გადანაწილებით, ასე ვთქვათ. თავარი 6 კითხვიდან 4 იქნება მსოფლიო ისტორიიდან და 2 იქნება საქართველოს ისტორიიდან. ისტორიაში ვრჩებით, მაგრამ აი ეს კვოტა ესე გადანაწილდა და მესამე რაუნდი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ამაზე ჯობია მესამე რაუნდზე რომ გადავალთ, მერე მოგიყვეთ, რომ ესე ცოტა გამოვიზოგო ჩვენი სიახლეები. სპონსორებზე უნდა ვთქვა აუცილებლად, ჩვენი ერთგული მეგობარია პირველი სეზონიდან მოყოლებული და ამჯერადაც PSP, მადლობა მას ავისთვის და ჩვენს მოთამაშეებს PSP გადასცემს საჩუქრებს თამაშის ბოლოს. ჩვენი მეგობარი გახდა დანკინი და დანკინის ყავით შეგიძლიათ მეგობრებო თქვენს გონებრივ მუშაობას ხელი შეუწყოთ თამაშის განმავლობაში. მადლობა ასევე დანკინს ამისთვის. ჩვენი ახალი გენერალური სპონსორი გახდა გამომცემლობა ინტელექტი, რომელიც გარდა იმისა, რომ დაასაჩუქრებს ჩვენს მოთამაშეებს, მესამე რაუნდსაც შემოგთავაზებს ამ თამაში ინტელექტის რაუნდს და მგონია რომ საინტერესო იქნება ეს ყოველივე. Click Production იღებს კლავაც და კლავაც მაძიებელს, Heima Production-ი მუსიკალურად აფორმებს, მე ისევ სანდრო ლორთქიფანიძე ვარ, ჩვენ ისევ საქართველოში ვიმყოფებით, ბევრი რამე არ შეცვლილა, მაგრამ რაც შეიცვალა, ამას თამაშის განმავლობაში შეგატყობინებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი თაროსთაობა, უყურეთ მაძიებელს, ყველგან გვიპოვეთ TikTok-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-ზე, Dark Web-ში, სადაც კი მოვიძებნებით, ყველგან გვიპოვეთ და ყველგან გვიპოვეთ Epstein-ის ფაილების გარდა. კაი, დავშაბოვისუნთქე, თორე ძალიან დავიძაბე. Epstein-ის ფაილებში ნუ მოგძებნით, არ ვიძებნებით. არა ვართ ჩვენ. არც მსხვერპლის, არც ჩაგვრელის როლში. დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ თამაში, ამისათვის უნდა ავაგდო მონეტა. ერთიანი თუ გერბი.
თქვენ კაი გამოცდილი მოთამაშეები ხართ ეს არა ერთიანი. ერთიანი გერბზე თანახმა ხართ არა. არა მაგრამ მაინც გერბია კი ბატონო. გერბია დავიწყოთ. და შეგიძლიათ დაიწყოთ შეგიძლიათ არ დაიწყოთ მოიცა გეტყვი. დოსიები გირჩევნიათ თუ საქმეები მეტი სოფლიო და საქართველო თანაბრად განაწილდება, ხო? მაინც ეგრე გამოვა კი და კაი, მაშინ სულ ერთია. დაიწყოთ ანუ დავიწყოთ. დაიწყოთ კაი ბატონო დაი. ვიწყებთ მაძიებლის მეოთხე სეზონის პრესეზონის თამაშის პირველ კითხვას. მინიშნება არის ასეთი. აბა ძვირფასო მეგობრებო, პირველი მინიშნება. ეს უცხოურია თუ ქართული სოფლიო ისტორიიდან ადამიანია გამოსაცნო. ადამიანი. ხო. მე საერთოდ ხედავ ჯერმან. სოფლიო ისტორიიდან. თქვენ გაჩვენებთ მაინც რომ უცებ ჩაავლოთ თვალი? აბა, თქვენია ბიჭებო, ბურთი და მოედანი. ჩვენ და გავიკეთეთ. გაიკეთოთ ხურსასმენები. კაიცა ვინ უნდა გამოვიცნოთ ერთხელ კიდე მითხარ. სოფლიო ისტორიიდან ადამიანი. ნებისმიერი ეპოქა, ნებისმიერი სფერო, მაგრამ ადამიანი სოფლიო ისტორიიდან. ჰემინგუეი ეს ის არის ღმერთო რომელი მეცნიერია, რაც კოპერნიკია? თან მზე ამოდის კოპერნიკი აღმოხდების მზე, ხო, ცხენი. და აღმოხდების მზე ხედარი რაღაცა კოპერნიკმა ხო რა გააკეთა? გააჩერა ისა მზე და დაძრა დედამიწა, ხო? და ესენი არიან ისა ეს არის ილუზიონისტის უდინი ხო არ არის? გახერხვა არის რა, ქალსო ხერხავს ვითომ. ხო. იმედია. ეს ცხენი რა შუაშია თან ძალიან ცხენი ჰემინგუეის და აღმოხდების მზე ეს კოპერნიკი, ჩავთვალოთ რომ კოპერნიკია. მეძებს ეს არ იქნება დაფარული იქნება. წინაზე ვცდილობდი ხოლმე ეგეთ რაღაცების დაჭერას. პერსონაჟი მსოფლიოს ისტორიიდან, ხო? ხო, რას ფიქრობ თორეს? ბიჭო, არ ვიცი. ვაფშე ვერ ხვდები რას უნდა ცხენი, მხედარი, ბუცეფალი. ხო, ბუცეფალი, როსინანტი, როსინანტი. ცნობილი ცხენები, რომელიც არა, როსინანტი ხ მაინც ისტორიული ფიგურის ცხენი არ არის, ლიტერატურული პერსონაჟი არის და და უფრო ბუცეფალი. ანუ ეს მე მგონი ეგ უნდა იყოს მუღამი რა მზე ამოდის, ეს თუ კოპერნიკია თან მზე ამოდის, მაგრამ ეხა კოპერნიკი ხო არ იქნება თუ ეს კოპერნიკია, სავარაუდოდ ეგ პერსონაჟი არ იქნება, მაგას არ გვეკითხებიან და ეს თუ ჰუდინია, რაღაცა ილუზიონისტის ადამიანი, ხო მოვლენა არა, ადამიანი არის გამოსაცნობი ის რა არის. მე უნდა ვთქვა რომ პირველივე კითხვიდან უკეთესია და უფრო საინტერესო ორი ადამიანის მსჯელობის მოსმენა ძალიან მომწონს და მე მგონი მთელი სეზონი ამას გვიქადის. ბიჭო. ხო, აი აშკარად არის კავშირი თუ ეს ის არის კოპერნიკი. თუ ეს კოპერნიკია ეს მზე არის უეჭველი. ანუ კავშირი გასაგებია რა. აი აქ მეც ხედარი, მეგობრებო, ცხენი არის და მე თუ გაქვთ მაკედონია. ბიჭო რა არის ცი, ბევრი რა გვაქვს ძალიან, ვინ შეიძლება იყოს ამათთან დაკავშირებული, მაგრამ მილიონი რა. ქალის გახერხვა, რაღაცა სოლომონ მეფე მზის სამოსლა. ძალიან სულ დაჟღერს ქალის გახერხვა ნამდვილად. სულად რატო ჟღერს? სულად მაგას არა კორექტულად. მაგას შაკოსმურობა ამენუ მომაწე. მაგას შვება. ბიჭო, აი მე მაგალითად მაგ ეგეთი პერსონაჟი, წერა თქვა რომ იმედია ხერხავსო. ეგეთი ვერსია მაქვს. მოდი ნუ შევიწევით პირად ცხოვრებაში ადამიანების. ოღონდ რამდენად სოფლიო ისტორიის პერსონაჟი არ ვიცი, მაგრამ იესუ ნავეს ძე, იესუ ნავინი, რომელმაც გააჩერა მზე. იცი რა, ერთს ვიტყვი რომ თუ მოგვაქვს ადამიანზე ან ვთქვათ მოვლენაზე შეკითხვა, რაღაც დონეზე მაინც ისტორიულად უნდა იყოს. ხო, ანუ ეგ სულთა ბიბლიური ის არის და ისტორიულობა. ახლა ბიბლიური პერსონაჟები არის, ვინც არის ისტორიულადაც. ვიცით რომ მე არ გეტყვით ის ნავეზე არაფერს, მაგრამ იესუ ნავინზე ბიბლიის იქეთ არაფერი არ არის, ამიტომ სხვა ვერსია მე აღარ მეც არა მაქვს და ამიტომ გადავულოსოთ იქით და. აბატონო, თქვენი ბურთი და მოედა. ცხენი და ხალი. ოკეი. კარგი. მე მე ვერაფერს ვერ ვაჩვენე, საერთოდ დაწერა და მეც ვერ ვწერ ისე რომ ani გაარჩიოს. აკვილა წერეთ თელი ეს დრო. მივხვდი. ერთი ხო შენ რა გიწერი რა ვერსიები გაქვს? არა, მე ვამბობდი რა არის აქ. მანოლო მგონია რომ საგონია რომ არ მოი ანუ ჯერ შევხედოთ აი, რა ვერდოვინახე არის. ესე. ჰემინგუეი, ეს ხო კოლუმბია. გონი ეს არის კორიდაზე არის ეს მოთხრობა თავიდან ბოლომდე.
და რატოა ესეთი განაწილებით? აღმოხდების მზად ფერები, განაწილებას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს უფრო უნდა არის ჰორიზონტალური ფოტოები. ველური ცხენები, აი, მდგომარე ხარი არ იქნება, ხო? სითინგული. არა. შეიძლება ამით ამერიკაზე უნდა გავიდეთ და ვინმე ინდიელი. მდგომარე ხარი რო იყოს, საკითხარეს? მაგრამ რატო ეს რატო ვერ ხვდები? კარი, ეს და ადამიანი გვინდა. ეს გაჭრა სამყაროს გაყოფაზე აქტორს სილოსის და მანალა მაგიტყვი რომ ხარ მე მგონი გაჭრა შუაზე მაგით და დაიღუპა კორიდის დროს მაგრამ აი უბრალოდ არა მაგ ეს რაც შეგეც ვერ ხვდები თან სახელი ზუსტად არ მახსოვს მანოლო იყო ხო ეს მანოლო იყო მეც არ მახსოვს დანარჩენი ნაწილი მეც არ მაგრამ ვერ გავისკავდი მაგას და არ თქვი ადამიანს ჭრიან აი აქ რისი ცხენები აი ნახე აქ მომწრია ანუ ამაშია განსხვავება გენდერული. აქ არის ნუ ეს ცნობილი ნომერია ილუზიონისტის ხო? მაგრამ ალბათ იმაზეა რომ შუაზე ჭრიან ვიღაც. ხო და აი მაგით ამოდე ვესპუჩ ახალი სამყაროს აღმოჩენა? ხო. ანუ მოვლენა რა იყოს კიდე ხო, მაგრამ ადამიანზე ძალიან ამერიკო ვესპუჩ. აქ პერსონაჟების სახელი არ მახსოვს საერთოდ. მახსოვს რომ არის ლიანად ხა კონდაცია ლიანად და იმაზე ნამდვილად. და ცხენები. ვიღაცის შემოქმედებაზე რო იყოს. ანუ ნუ გასაგებია რომ რთული მინიშნება, ერალი რო იყოს კიდევ იმე სხვა და ეს რაღაც ნაწარმოების კოლუმბი ქრისტეფორე მგალობლიშვილი. არა ეს ნამდვილად კოლუმბი გავს. ანუ ეგ ფოტო მახსოვს რომ მაგისია. არა მე მგონი ჩვენ არა გვაქვს ვერსია. ანუ მანულს თვალყას ანუ ეს რაღაცები ეს ძალიან ბევრი ინფორმაცია. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ მინიშნებს. მართალია მათთან მიდის ჯერ პირველი. არა გასაგებია მაგრამ უნდა გადავიდეთ. კაი. გარი უპირატესობის. დაგვიბრუნდით მეგობრებო, რამშტაინი მესმოდა მე მგონი, ხო? კი. მეორე მინიშნება პირველ შეკითხვაზე, მეორე მინიშნება არის ვიდეო და მოდი ვნახოთ ეს ვიდეო რგოლი. ვიდეო? ეს ხო შეგვიძლია? კი, რა თქმა უნდა. იმას ნახე როგორი. გაუშვი. გოგონებო კურსასმენები. წავიდა დრო. ჩარლი ჩაპლინია, ხო? ფილმი არ ვიცი რომელია, მაგრამ ფეხსაცმელებს ამზადებენ, მე მგონი, ფეხსაცმელების არის თუ? ის ხო არის, თემა ის ხო არის, არ ვიცი ახლა უცბად ვარახულებ, მაგრამ კონვეირი და ფორდი. ჰენრი ფორდი? ხო. და აქ ლოგიკა? კონვეირია და აქ ლოგიკაში ვეღარ ჩავ. ბიჭო, ის რო თქვა, რომ ეკითხავ, რას ისურვებდით, რომ ეტყოდნენ, რომ ყველაზე სწრაფი ცხენები გვინდაო და მე მანქანები. მანქანები ცხენის ძალებით რო იზომება, მანქანის ეგ არის ძალიან. არა, ცხენის ძალებით კი არა, მე ფიქრავ რა უნდა და ხალხსო და მეკითხავ, ხალხი რომ ეთყოდაო, რომ რა გინდასო, უფრო სწრაფი ცხენები. ნუ ეხა ცხენთან დავაგავშნე, დანარჩენზე რა გითხრა. ეს ამერიკელია. ეს ამერიკელია და შეიძლება წიგნში არ მახსოვს, მაგრამ რამე ფორდის მანქანა თქვა. აი, მოიცა ერთი წამი. ფეხსაცმელს აკეთებს თუ რას ჩაქუჩს და ლურსმას ურტყავთ, აი სითხოვს ფეხსაცმლის ტყავს აღმუშავებენ კონვეირზე და ნუ კონვეირია ჩემი. ჩარლი ჩაპლინი ვის როლს თამაშობს? ვიღაცა უნდა ვთქვა, თორე იმათ იციან უკვე. კი, აშკარად. ნუ ან გონიათ რომ იციან, არ ვიცი. როგორც წესი, მაგათი გონია რომ ვიცი, ვიცით ის დამთავრდება. ამიტომ ვერ ხმეთ ეს ხანაირად ურტყავს, ის ხანაირად ურტყავს. არა, ნუ მაგაში არა. 4 რაღაცა, 4 რა არის? თქვა რაღაც 4 מחარებელი, აპოკალიფსის 4 მხედარი, რა ვიცი რა. რაღაცა ძალიან გავიჭედეთ. აბა, ბიჭო, აქაც რაღაცა ერთობლივად რაღაცა აკეთებ. აი, კავშირი ვინ ადამიანი უნდა ვთქვათ, ხო? ადამიანი უნდა თქვათ. ადამიანი უნდა ვთქვათ. BBC აწერია? ხო. BBC იღებს სავარაუდოდ ნომერს. კალის გახება. ჩაპლინ. ეს დედა ხო არ არის ჩაპლინის? შვილი? ჩაპლინის დედა. ბიჭო, ის ხო მსახიობი იყო, ჩაპლინის დედაც ხო მსახიობი იყო. ძალიან ცუდად მესმის, ახლა ჩაპლინის დედა გახერხეს. მამა, ჩაპლინის მამა. მეგო ჯობი მალე დააფიქსიროთ ვერსია მეგონა. სანამ საერთოდ სხვაგან წავედით. კაი, მიდი თქვათ შენი ვერსია რაც არის, რავი. არ გვაქვს უკეთესი არაფერი. იყოს ბატონი ჰენრი.
შეგიძლიათ შემდეგ მინიშნებ, მაგრამ ხო ალბათ. არ შეგვიძლია. გონიათ რომ იცი. ვიტყვით ხო რა. ვთქვათ რა, ბოლო-ბოლო წავაგებ. ჰენრი ფორდი. ლოგიკა არის რომ კონვეირი იყო იქ და ცხენიან და ჰენრი ფორდმა თქვა რომ ამერიკანმა ეს და ის ამერიკელი წერალია და შეიძლება უშვებ რომ ტექსტში შეიძლება ფორდის ავტომობილიც არის ნახსენი. ლოგიკას ხო კითხვის და ბოლოს ამორს ჩვენს დრო ცოტა გიგა. მოკლედ დაფიქსირე. კი, კაი, მოიკლავ. დაფიქსირეს ბიჭები, საკუთარი ვერსია. ჩვენ ვიცით სწორი რაც იმას პასუხი. ნიშნავს, რომ 3-0 ხდება ანგარიში, ეს სწორი პასუხია. ამდენი ხარი რა. ჰენრი ფორდია, ნამდვილად სწორი პასუხი, ჰენრი ფორდი. კონვეირი. ჩვენ გავარტყით. რაც უფრო ცოტა ჩვენ აი როგორც კი კონვეირი გამოშვა ორივე დავწერთ ჰენრი ფორდი და მე ვლოცულობდით რომ 200 ვერსიაც ეგ იყო რომ კონვეირი და ფორდიო, მაგრამ ეს რა შუაში ფორდ მუსტანგი. კოლომბო. ამას რა ქვია მეორენაირად გახსოვთ? Ford Focus-ი და Ford Explorer-ი, ყველაზე ცნობილი Explorer-ი. მასე ვერ წავედი. ნუ 4-იანზე იყო ეს ამიტომაც, მაგრამ მაგარი იქნება. კონვეირთან ერთად უკვე მისახვედრი იყო. შემდეგი მინიშნება იქნებოდა ასეთი. იცი რა, მე მგონი ჩვენ სხვადასხვა. Huxley-დან ასეთი ილუსტრაცია. ფანი მოტრიალე Ford T-ს ეს კულტი არის. აი ფორდის ვერსია რო ჩნდება ტეზე მე ადვილია. და სულ ბოლო მინიშნება იქნებოდა აი ასეთი. შენი შვილი რა იცნობს? დავფარეთ, კი არა, ამოვშალეთ Ford-ი. 3-0. კარგად წავიდა თავიდან თამაში. მოდი ვნახოთ ჰენრი ფორდის შესახებ ვიდეო რგოლი. ჰენრი ფორდი 1863 წელს მიჩიგანში ფერმერის ოჯახში იბადება. მანქანებისადმი მისი ინტერესი ბავშვობიდანვე იჩენს თავს. 1903 წელს Ford Motor კომპანიის აფუძნებს. უკვე 5 წლის შემდეგ კი ეგრეთ წოდებული ხალხის ავტომობილი Model T გამოდის. 1913 წელს Ford-ი მოძრავი კონვეირის სისტემას ნერგავს, რასაც ადრე 12 საათი სჭირდებოდა, ახლა 93 წუთში მზადდება. წარმოების ეს რევოლუცია თანამედროვე ინდუსტრიის საფუძველი ხდება. კომპანია თავის მუშებს დღეში $5 უხდის, ორჯერ მეტს ვიდრე სხვა ქარხნები. მუშამ უნდა შეძლოს საკუთარი პროდუქტის ყიდვა, ამბობს Ford-ი. 1927 წლისთვის უპრეცედენტო რაოდენობის 15 მილიონზე მეტი Model T იყიდება. Ford-ი კომპანიას 1945 წელს თავის შვილს, ჰენრი ფორდ მეორეს გადაულოცავს და პენსიაზე გადის. მეგობრებო, გრძელდება ჩვენი თამაში. მეორე დოსიეც უნდა გამოვიძიოთ, ამჯერადაც მსოფლიო ისტორიიდან ადამიანი, მაგრამ ამჯერად გოგონებს ექნებათ ეგრეთ წოდებული ფიქრის უპირატესობა. მოდი ვნახოთ ეს დოსიე. აბა, ახლა ვნახოთ ერთი რა ბიჭები და გოგოები ხართ. პირველი მინიშნება. რიჩარდ მესამეს დაკარგული ქალში. კაი, თქვენ გაჩვენებთ. ნიშნებას აცებ? ეგ ქვემოთ წერია. ეს ხო ის არის, კაცო, მოიცა. თან ინგლისურად lost daughter of the ხო, ეს ერთიც არ ვარ ხმაბად. ერთი წამით. ეხლა ხმამაღლა შეგიძლიათ გააგზავნოთ. კი ბატონო. კეტრინ იორგი ხალს ვიცნობთ ხო? კასკერის ადამიანის კატრინა მედიჩი ხო არ შეიძლება იყოს. ჰენრი პირველის ცოლი იყო ეკატერინე, მაგრამ იყო არაგორნი, ეს არ არის. ანუ თან ეს უნდა იყოს გასვლა იმაზე. ვინმე სხვა ვინმე დაკარგული ხალი ხო არის? ამილია ერხარტი მაგალითად, მაგრამ ხო ამითი რატო? ამით რატო უნდა იყოს? ანუ რითი იყო ეს ცნობილი? ანუ იორკებია ეს თეთრი ვარდებია. ისტორიაში არ არის მოხსენიებული. Catherine of York. და არის უცხოელი. ქეთევან წამებული რაღაც სხვა ქეთე და ვერ გავიგე. ოკეი. გვაქვს თეთრი ვარდები, ეს ამათი სიმბოლო, სულ თეთრი ვარდებით არის. დაკარგული რატომ? ისტორიაში არ არის მოხსენიებული, შეიძლება ფაქტობრივად არ არის საკმარისად. თუ არიციან, ვთქვათ. მე ერთადერთს გეტყვით, მე მათაც ვეტყვი, რომ ანუ ჩვენ ჩაგვიწერია ეგრე იყო პოსტერი რა. არა, გასაგები. შეიძლება ამას არ აკავშირის სურათთან. მაგრამ მაშინ
ანუ ვინმეს პორტრეტს ხო არ გავს მაგალითად სიმონეტას ხო არ გავს სახელს. სიმონეტას. ცოტათი გავს, მაგრამ ცოტათი გავს, მაგრამ ანუ აი ბანკოს ქალს გავს. ბანკოს ხალს გავს კი. ბანკოს ქალს. მაგრამ ვინ შეიძლება ბანკოდან ვინმეზე რო წავიდეთ. სხვა ვინც არის ცნობილი გამოსახული, ნუ პიკავეთ. ადამიანს პერსონაჟი არ იქნება პერსონაჟი. პერსონაჟი არ არის. პერსონაჟი არ არის უბრალოდ ნაწარმოებიდან რო გავით. არა. არა, კარგი გასულა ისე ვიღადა მათ 20 მილიმების მაგას ხატავდნენ. კი, ბანკოებზეც ხო, მაგრამ ბანკოდან რო გავიდეთ. ბანკო შექსპირში ვის მას ქვია, რომელშია, რომელიღაც მასხარას ქვია, ხო? ჰამლეტში, მაკბეტში. მაგრამ თან ვართულებთ ხო ეხლა ამით. თან ადამიანს ვეძებთ. ამ რაღაც ფინალებზე რა წახედე და რაღაცა წავიდა ჩემი ტონი მომხარისაკაც. კაი, ანუ ხო, ალბათ. ოკეი, არა, გვაქვს ამ ეტაპზე. გადავცეთ მაშინ. გადავცეთ, ხო, დროს კონკრეტული არაფერი მოდის. გადავცეთ. გოგონებმა გადაწყვიტეს დრო აღარ გამოეყენებინათ ბოლომდე, გადმოეცა თქვენთვის ეგ. კატრინ პორტანგელეტი დაკარგული ქალიშვილი რიჩარდ მესამეზე რა ვიცი. შექსპირის ტრაგედია რიჩარდ მესამე, იორკი. ანუ კატრინ იორკიდან პლანტაგენეტი. რაზე შეიძლება იყოს? რას ვიცნობთ ისო ადამიანი? ადამიანი სოფლიო ისტორიიდან თქვენს გეტყვით რომ პოსტერი ხელუხლებელად არის მოტანილი ამ ჩვენ არჩევით. შეგვიტანია ცვლილებები. ანუ ეს წარწერაც ქვემოთ ეგრე იყო. რა შეიძლება გავიხსენოთ? ეხლა მოდი ესე წავიდეთ. რიჩარდზე რა გვახსენდება, ხო? ნახევარ სამეფოს ვიძლევით ცხენშიო ეს შექსპირიდან არ არის ეგ ფრაზა, ერთი ეგ არის, რიჩარდ მესამე. იყო კლუზიანი რო იყო, ეგ იყო რიჩარდ მესამე, ხო? კი. და გლოვერის თავარი იყო, სანამ გახდებოდა მეფე, გვხდება რობერტ ლუის სტივენსონის წიგნში შავი ის არის, სადაც ბოლოში ხდება პერსონაჟი, ბოლო ბრძოლა არის ლანკასტერების და იორკებს შორის. ეგ მახსენდება, იორკების და ლანკასტერების ბრძოლა დაკავშირებული არის ვარდების ომთან. კი ბატონო. და მე მგონი ეგეც არის ზუსტად, ეს არის იორკები არის თეთრი ვარდი და ეს არის ლანკასტერები არის წითელი ვარდი და მოიგეს ლანკასტერებმა. მოიგეს ლანკასტერებმა. შეიძლება ამას თეთრი ვარდი აქვს აქ. ეს იმიტომ რომ იორკია, ანუ კატრინ იორკელია და თეთრი ვარდი აქვს. შეიძლება ეს იყოს ხო, აქაც თეთრი ვარდია. ელისაბედი? ელისაბედ პირველი? ხო. თუ ელისაბედ პირველი, ანუ ამ ვარდების ომის შედეგად სისხლიანი მერი? მოიცა უნდა გავიხსენო ახლა. მაგის და ხო, ხო, ან ერთი ან მეორე. იმიტომ რომ ის მარიამ რა ქვია იმას? სტიუარტი კი არა. ხო, მარიამ სტიუარტი, ხო. იმას მის წიგნი როა, ცვაიგის. თავს ხვაჭრის. აქ რა წერია, შეგიძლია დარჩევა? ქართენან. ვერ ვარჩევ. სასექსი თუ აი ეს ძველებული ლათინური შრიფტები ეს იტალიკით დასაგებად წერია. თუ ადამიანური იტალიკით არის და სავარაუდოდ დაკარგული ქალიშვილი რიჩარდ მესამის რაშვაში, ანუ დაიკარგა და მერე რაღაცა ტახტზე განაცხადა პრეტენზია და იორკი თეთრი ვარდი ძალიან მარტივია, თითქოს ერთ შეხედვით იორკი. და მე მგონია რომ მარტივისკენ ნაწავია. ყველგან თეთრი ვარდია. ელისაბედ პირველი ან მისი და სისხლიანი მერი. და იქნებ სისხლიანი მერი იყოს სწორებას. გავლისკოთ? ტუჩები წითელია. ეს 4 ხულიან მინიშნებაა, მე სამიანი ორიანი ერთიანი რჩება თქვენს მეტოქეებს ესე. ხო, ბიჭო, ძალიან ისეა რა, 4-იანზე გარისხვა. დავაი, არ გავლისკოთ. ნახოთ სამიანი მინიშნება. დიდი შანსი რომ არც ერთი არ იყოს მაგორიდან. ნახოთ. სავარაუდოდ არც იქ. просто ასოციაციები ჩამოვყარეთ რა. ხო, სამქულიანი მინიშნება, მეორე მინიშნება არის ვიდეო და ახლა შეგვიძლია მონიტორებს მივაპყროთ ჩვენი მზადად. ერთხელაც ორსასმენები? აი.
ნუ ორი ვერსია მოგვიდა და ამათებით რომელიც ახლა ჩააბრეტონეთ და მოკალით. ეს ანუ ეხა მოიცადე, ეხა სხვან ერთ მოვიფიქროთ. ოკეი. რეპ კულტურა ეს ადამიანი როზა პარქსი? მაგრამ რატო? როზა პარქსი რატო? არა, რეპ კულტურასთან არა კავშირი. მოიცადე. არა. რიჩარდ ვილიამსების მამას ქვია რიჩარდი და ეძახიან კინგ რიჩარდს. მართალია. და სერენა ვილიამსი შეიძლება იყოს? აშუაში ანუ არა, უბრალოდ ამ კულტურიდან რანაირად კაი, ეს რომელიმე კონკრეტული ის ხარ არის? მე საერთოდ არ მეცნობა. უთანგ-კლანი. არა, უთანგ კლანი არ არის, მე მგონი რომ ბევრი არიან ისინი. მეც არ ვიცი, ანუ რამე მოძრაობა ხარ არის რაღაც ხარ მოძრაობა. მოკივით რამე. იმიტომ ეს ვერსიები მომწონდა და არა, მეც მომწონდა ეგ ვერსიები, მაგრამ ამაში არ ხდება. ხო, ან ერთი ადა ლავლეისი ჰქონდა, იმიტომ რომ ბრიტანელი შვილი, რადგან იყო ბაირონის შვილია და მეორე როზანა ფრანკლინი, იმიტომ ისიც ბრიტანელია, ვარდი ხატია, თეთრი სიმბოლო. როზა არის და თან არ აღიარებ დაკარგული შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ არ არის საკმაოდ დაფასებული და როზანა ფრანკლინი ისიც ამოვარდნილი იყო. ეს ფაგან უნდა წავიდეთ. მაგრამ რა ვიცი, ამას თუ გამოიცნობენ მოიცადე, რომელიმე რეპერის სახელში ხო არ ფიგურირებს ის კუბი ვერ ვიცი ამარუ შავ პანტერაზეც ვიფიქრე, იმიტომ რომ თუფაკის დედა იყო შავ პანტერებში, მაგრამ თუფაკის დედა იყო შავ პანტერებში. მაგიტო ფრე როზა პარქსი, მაგრამ რა შუაში ეს როზა პარქსთან არაფერ შუაში არის. როზა ვარდის, მაგრამ ის თქო ვარდის მისანიშნებლად მოიტანდნენ ამ ერთ ეს და black cultures თან დგას ხო ეს ხალხად არის. როზა პარკს. თან ალბათ უფრო მარტივად უნდა ვიფიქროთ, ხო? ხო, აიცი რა, არ მგონია რომ ამ ორი მინიშნებით. არ მგონია ჰენრი ფორდის მერე რაღაცა ესეთი ქართული ის მოედანად. ვილიამსებსაც ვერ ვაკავშირებ. რეპ კულტურასთან ვერ ვაკავშირებ. შეიძლება რეპ კულტურა საერთოდ არ აქვს და ამ მოძრაობას აქვს მართლა მნიშვნელობა, მაგრამ რაღაცა შეიძლება ამ მოძრაობას, მაგრამ მასზე რა ვარ აქვე. აისტორად უგანი, არაფერთან არაფერი არ შუაში არ არის. თი მდგომარეობა გადავცეთ? საკმაოდ. გადავცეთ. კი ბატონო. თქვენ ჯერია, არ დააფიქსირეს გოგონებო არაფერი, ეს არის 4 ქულიანი, ის არის 3 ქულიანი მინიშნები. ვატრიალოთ ისევ. ეს ჩამიგდეთ მე ეს ვიდეო. ბიჭო, ვიღაც შავი კაცი რეპავს. მოდი ეს არაპოლიტკორექტულად რო ვთქვა პირდაპირ, თეთრები აცვია მთლიანად. და ცეკვავს, ანუ რა თქვა რეპი იყო, ხო, რასაც უსმენთ და თავზე რა ახურავს, რაღაც შავი ჩუნკი. თმას იყენებს. ხო და ამასთან რა საერთოდ ვინმე კეთრინი სოფლიო ისტორიიდან ეკატერინე პირველი კატერინე მეორე. ფილმი რო არის ზანგი ტიპი რო გაიჩნდება დროში რო გადავა შავი რაინდი თუ რაღაც. კი, როგორ არა, ის თამაშობს მარტინ ლოურენსი. ხო. მერე? ხო და ანუ ეს არის ეს შავი ტიპი არის. პირიქით, აქეთ გადმოსული ოჩქოთ. არა, და მაგაზე ხო არ არის მინიშნება, ეგ ტიპი ხო არ არის. ის ტიპი ეს არ არის. არა, ის ტიპი შეიძლება ეს არ არის. მარტინ ლოურენსი მსახიობი მახსოვს. მარტინ ლოურენსი რო გამოგიყვანო ხო პასუხს ხო არ გაჩვენებენ პირდაპირ და ანუ ეგ კავშირი ხო არ არის. მარტინ ლოურენსი ხო არ არის, მაგრამ ისტორიული ფიგურა არ არის ხო მარტინ ლოურენსი. მარტინ ლოურენსი ისტორიული ფიგურა როგორ არ არის? მსახიობია სოფლიო ისტორიიდან. კი, როგორ არის? ცოცხალურად კი, თეორიულად შესაძლებელია. ჩვენთან ხატიებული იყო, ანუ ცოცხალი შეიძლება და მოქმედი იყოს. მაშინ შეიძლება ეგ ლოგიკა იყოს, იმიტომ რომ ბრიტანეთია ზანგია გადადის ცეკვავს ისიც რაღაც ეგეთი. არა, აქ ლოგიკა როგორ აიცი? პირველივე მინიშნებაზეც რამე გამოცნობადი უნდა იყოს. შრულად, მაგრამ მაინც და აქედან მარტინ ლოურენსზე გამსვლელი ადამიანი თუ ეგ არის პასუხი, ანუ ხო და იქ რო გადადის იქ ხო რაღაც აი არ მახსოვს იმ მეფეს რა ქვია და რიჩარდ მესამესთან ძალიან ადრე მეც ნანახი, ძალიან ადრე. ხო და მე მაგას გეუბნები, ანუ რიჩარდ მესამესთან ხო არ იქ ხო არ არის ეს სიუჟეტი რომ კითხვის მერე გეტყვით რა ქვია იმ მეფეს? ოკეი. ანუ რიჩარდ მესამე რა ქვია? არა, შეიძლება რიჩარდ მაგრამ ვინმე სხვა ეკატერინე სოფლიო ისტორიებიდან, თქვა ეკატერინე პირველი, ეკატერინე მეორე, კატერინა არაგონელი, ვინები იცი რაზე წავედი, რომ შეიძლება იყოს ანუ
კეტრინ ეს ხო ძალიან ტირანი კაცი იყო რა. რიჩარდ მესამე კი მაგ რომაც უკნეს ის რაც და უკნეს. რაღაც PDD-ის პონჩი ხო არ იყო ხო რა. ანუ ეს ეს რეპერი PDD ხო და არის? არა ეს კი არ არის PDD, მინიშნება ხო არ არის რაღაცა. არ ვიცი, ვერ ვცნობ, შეიძლება არის კიდეც. ეხა ეგ უფრო რთულ მირთულებს იმას, აი ამ პოსტერი და როგორ გავიდოდით მაგას. დაკარგული ქალიშვილზეა თან აქცენტი, ანუ აქ აქცენტი თვითონ რიჩარდ მესამეზე კი არ არის, უფრო ამ კეტრინ კეტრინზეა, მაგრამ იმ პლანტაგენეზე. ფილმში ხო არ ხდება თქო ეგ რომ გადადის, ვაფშე არ მახსოვს ეგ სიუჟეტი, მაგრამ რომ გადადის ტიპი დროში რა, იქ ვაფშე ამას ხო არ ხდება ამ კატრინს. იქ ხო არ არის. არ მახსოვს, კომედია არის, ერთი ეგ მახსოვს და ძალიან ადრე მაქვს ნახე რა, 20 წელი. არ ვიცი. ხო არ ხიოთ თუ არ ვიცი. ვინ? როიცურება ძვირფასო მეგობრებო. ვინ? ეგ რა ქვია მარტინ მარტინ ლოურენსი, ბიჭო, რავი, ამით ვერ ხვდები მარტინ ლოურენსის ლოგიკას. კარში თუ იქ ხდება რიჩარდ მესამეს, ის მეფე თუ რიჩარდ მესამეა და იქ თუ ეს ქალიშვილია, მაშინ ეგ არის. რამე უნდა თქვათ ახლა, ან არ უпростоრად ან თქვათ, ან არ თქვათ, დაელოდოთ ორქულიან მინიშნებას, რომელიც ჯერ გოგონებთან მივა. დრო გავიდა. დავაი რა აზრია, ორქულიანს ისინი მაინც მედი, იყოს. წინაზე გაამართლე. მარტინ ლოურენსი. ყოველთვის კოკა-წყალს არ მოიტანს, კი მაგრამ ბატონო, ჩემ თავზე ეს გამოცადე. კურსასმენები. არა ხო. რა თქმა უნდა, არა. რა თქმა უნდა, არა. მე შეურაცხყოფად მივიღე. შეიძლება ეს იყოს მაძიებლის 98 სეზონში სხვა რო აღარავინ დარჩება, შეიძლება. ვერ გავედი. მაგრამ არა. ხო შეიძლება იმათაც გულს ხონდა. რა ვერსია ხონდათ? ალექსანდრე ორქიფანიძე იმას ახლებს. მე უნდა მითხრაოთ ის ანუ მეფე. ჩვენ ვართ სრულ დაბნეულობაში. ასე დაბნეული არ მესამე მინიშნება. ანუ არც ვიცი ეს შეიძლება იყოს განახე მაინც. გაჩვენებთ. მერტო კინგ მართლა სერენა უილიამსია. კარგი რა. სერენა უილიამსი. და სელენა რა სახელი სელენ მუნვოკია სელენა. აი ის არის კენდრიკ ლამარის halftime show-ზე რო იცეკვა ღმერთო მეცნობოდა საერთოდ ვერ გავიხსენე და რა გახდა ის მაშინაც იცეკვა. ანუ მეორეზე ვთქვით კინგრიჩარდი და მისი შვილი და აფიქსირებ. ანუ პასუხი არის? სერენა უილიამსი. როგორ? სერენა უილიამსი. ეს ორი პასუხია. ეს არის ვენუსი არა. იმიტომ რომ იმან იცეკვა halftime show-ზე ფრიპლოკია ეს ზუსტად ფრიპლოკი. ვენუსაც. ანუ ხო და თქვით ეგ ვერსია წინაზე ხონდა. ანუ მანამდე წინუსწრებდა მოკლედ კორტებზე. სუპერბოული შენიყავი ახლა. ხო, კინგ რიჩარდი ხო თქვი. კინგ რიჩარდის ქალიშვილია. კინგ რიჩარდს ეძახიან უილიამსის ფილმიც არის კინგ ეს რიჩარდი. დავიდე თქვით, მაგრამ სერენატო თქვათ მართლა სერენა და არა. ამ კითხვას მე ვერ ავიღებ. არა, ვილ სმითის იმაზე შეიძლებოდა უკვე, მაგრამ იმაზე ისინი ცირებდნენ. ძალიან კარგი გარღვევა იყო, როცა შენ თქვი რომ კინგ რიჩარდი და კინგ რიჩარდს ეძახიან და სერენა ხო არ არის და ეგ ვერსია რო ქონდა ჩვენ დავარახულეთ. ჩვენ ისეთი ვერსია დავარახულეთ რომ რა ვიყო. ანუ ისე იცეკვა და რაღაცა გავაირალებული ის იყო რა. კი, მე არ ვიცი ხო, ჩემი სერენა არა. მიცეკვა. კრიპლოკი ხო ეს რაღაც როგორც მუნვოკია. ხო და მეც ის ხო დისავს დრეიქს სერენას ხო ეგ არის ეს სამყარო რომლის შესახებაც არაფერი არ ვიცი, ანუ ვერაფერს ვერ მე გავიგე. ძალიან ბოლო მინიშნება. ჩოგბურთი ხო იმის. AI-ს გავაკეთებინე მე, მაგრამ მარტივია, მაგრამ კაი იქნებოდა. სერენა უილიამსის გერბი რო არსებობდეს, როგორი იქნებოდა ეს გერბი. ოკეი. მოატრიალე. აი გაჩვენებთ. ლომი, ჩოგანი, ვარდები 23 ვარსკვლავის ლემების მიხედვით, ხელი, ჩოგბურთის ბურთი. აუ ძალიან მეწყინა ბოდიშიანი რო ის აი რა სამბო. თავარია რომ სწორად დამტეკ. ანუ ადალავი სამით ორია ანგარიში, სამით ორია ანგარიში, ერთ ყოლამდე შემცირდა, სხვაობა გინდა თუ რო არ გვეთქვა აზრია მაინც აი. არა, არა, შანსი არა. სამით ორი ანგარიში სერენა უილიამსი, ყველა დროის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი ალბათ. მესამე საათულზე უკვე უნდა თქვა. და ჩვენი ვიდეო რგოლი მის შესახებ. კომპტონის კორტებზე მამის რიჩარდ უილიამსის ზედამხედველობით ვარჯიშის შემდეგ 14 წლის სერენა პროფესიონალი ჩოგბურთელი ხდება. უილიამსი მალევე აღწევს წარმატებას როგორც ინდივიდუალურ, ასევე წყვილთა შეჯიბრებებში და 16 წლის ასაკში უიმბლდონის და ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ჯილდოების მფლობელია. 2 დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში სერენა 100-მდე ტურნირს იგებს, მათ შორის 4 ოლიმპიურ ოქროს მედალს. უილიამსი ორჯერ ახერხებს დიდი სლემის 4-ვე ფინალში ზედიზედ გამარჯვებას.
ამ მიღწევას მოგვიანებით სერენას სლემს არქმევენ. მესამე დოსიე ქართულია, საქართველოს ისტორიიდან არის და მოდი გადავიდეთ ამ დოსიეზე. საქართველო კაია. არის საინტერესოა. სერენა უილიამსი ხო არ იქნება? სერენა ეს არა? უილიამსის ეხა იქნება ეს. ადამიანი ქართველი. ქართველი კი. კი კარგი. ლეილა მესხი. მილამეს კონდათ ჩემო კარგი. კონდა ჩვენი სერენა უილიამსი. პირველი მინიშნება ჩემი გაჩვენებთ და აიცა. მოიცა ნინო ყურსასმენები. ეს შუაში ვინ არის არ ვიცი, ეს კუპერია ინტერსტელარიდან, ეს რიკი და მორტიდან რიკი და ეს ვინ არის? დრო ამატრიალი. კი. კუპერი ინტერსტელარიდან. ნუ ეს გასაგებია ასტრონავტია, დროშიც მოგზაურობს, შავი ხვრელები, რაღაცა აინშტაინ-როზენის ხიდი. ესეც ხო რაღაც ეგეც აკეთებს. მე არ მაქვს ნანახი რიკი და მორტი, მაგრამ რაღაცა ხვრელს რო აკეთებს, ეგ გაძრება გამოძრება. სხვა სამყაროში და ასე შემდეგ, ანუ ეს არის ბაბუა და ის ხო არ არის სპირალი და გურამ ფანჯიკიძე? ფანჯიკიძეს არ არის სპირალი? მაგრამ ეს სპირალს მივამსგავს, მაგრამ ეს სპირალი არ არის ხა ეს უფრო რაღაცა ის არის ატომია, ქართველი ისტორიული ფიგურა. რაღაც დროში, თქვა დროში მოგზაურობაზე ქართველი ვინმე ან წინი რო კონდეს დაწერილი, ან თვითონ მე დავწერე ორ დროშობანა, მაგრამ რა ვიცი, არ მგონია რომ ეგ იყოს. ისე შენ რო იყო ამის პასუხი. თეორიულად ხო შესაძლებელია. თეორიულად შესაძლებელია. ეს კუპერი ხო რას აკეთებს? ეხა ეს ყველაზე კარგად ეს მახსოვს. დედამიწას ერხევა და მიდის სადღაც რომ აღმოაჩინოს უკეთესი სამყარო, სადაც გადასახლებიან დედამიწელები, ასე ვთქვათ და მერე იქ იჭედება დროში და მერე ბრუნდება გვიან. განზომილებებს შორის იჭედება. განზომილებებს შორის და ფაქტიურად დროში მოგზაურობს. მახსოვს წიგნის კარადიდან რო უბრახუნებს. ფაქტიურად დროში მოგზაურობს. შავი ხვრელი, შავი ხვრელში ვარდება. მასეთ სიღრმეში არ უნდა წახვიდე. ანუ ესეც სულ ეგ რაღაც კავშირი არის და ვინ შეიძლება ეგეთ აი მაგათ შორის იადვალი ხო არის. ანუ ვინ ლაპარაკობს ოშ ამ თემებზე რა. ხო, ეხა დროის დროზე სივრცეებზე, ჭიის ხვრელებზე და რაღაცებზე პირველი გიადვალი მახსენდება, მაგრამ ძალიან რთული გასარისკია. მაგრამ პერსონაჟები არიან და ეს ბიჭი ვინ არის? აი ეს იმქიდან ხო არ არის? დარქიდან ხო არ არის სერიალი რო? აზე არა. ეს იქი და მორტიც ისე ვიცი ვიზუალურად. ეს პოპ კულტურა მომკლავს. მეც გეუნები და მაგრამ რაღაც ეგ აქედან რო წახვალთ ჩაუჯდები ყველაფერს. ესეც შენი გახმოვანება. მე მგონი ეს ერთი წამი დაუშვათ რომ ეს არის დარქიდან, რაღაც მეცნობა რა ეს ტიპი. ანუ შეიძლება დარქიდან არის. ანუ დარკში რა ხდება? დარკში ხდება რომ იქაც განზომილებებს შორის ხდება გადასვლა. ანუ ყველა პონჩი სამივე პერსონაჟი რო წარმოვიდგინოთ რა, მოგზაურობს დროსა და სივრცეში. დროსა და სივრცეში მოგზაურობაზე საქართველოში ეგ ორი რაღაც მახსენდება სერიალი რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ და შენი წიგნი. ჩემი წიგნი რომელიც არ მგონია რომ იყოს და გიადვალი. გავიდა მე მგონი დრო გავყავს ახლა ჩვენ და დრო გავიდა ისედაც ან უნდა გადასცეთ და შემდეგ მინიშნებას და სამიანი თქვენთან მოდის ჯერ. აუ გინდა დავაფიქსიროთ. მაგრამ ისინი აიღებენ პროსტა ამას უეჭვენ. არ დააფიქსირეს. თქვენია ბორთი და მოიგარი. ყურსასმენები აშკარად ჩვენზე უკეთიციან. დრო. შეგიძლია. ბიჭო, გავრის ყველანაირ დროშია და ხო არის, მოიცა აგვიხსენეთ, კაცო რაღაცა. ეს არის პროფესორი რიკი და მორტიდან, რომელიც არის დოკ ბრაუნის მაჟი, ასე ვთქვათ. ეს არის ინტერსტელარი რომის დროში მოგზაურობაზე არის. ეს არის დარკი სერიალი, რომელიც არის ასევე დროში მოგზაურობაზე. კონკრეტულად კვანტური ნაწილაკის მოძრაობაზეა და ყველაფერს მეტი არავინ არ ვიცი ქართველი, ვინც რამეს გავსთან შეიძლება დავაკავშირო და ვთქვათ. სხვადასხვა განზომილებები, დრო და სივრცეში გადასვლა გიადვალი. მაგაზე 4-იანზე დააფიქსიროთ პირდაპირ. კი, ნინო. ანუ ჩვენ ვიცი რა, არის გიადვალი რო იყოს პასუხი და ვერ გამოვიცნოთ უფრო მეწყინება, ვიდრე რო ვთქვა გიადვალი და არ იყოს სწორი პასუხი. იმ წამსვე ეგ ვერსია. თქვენ აი იმ წამსვე ერთდროულად ვერს. აფიქსირებთ. კი. გაიწყობა. დააფიქსირეთ გიადვალი. დააფიქსირეთ თქვენი ვერსია. ეს არის გიადვალი, ეს სწორი პასუხია.
გიადვალი, კუპერი ინტერსტელარიდან, იუნასი დარქიდან ტორეს. თორად გამოუცანი ყველაფერი და რა დარჩა მე რიკი და მონტიდან არ ასევე. გვეგონა რომ არ იყოდით, აი ლოცულობდით რომ არ გაიქცა. არ გარისკეთ უბრალოდ რატომღაც, მაგრამ აი სხვა ვინ უნდა ყოფილიყო პრინციპი. მე ბროდკასტი მთელი პოსტერი გადაწყვეტილია Big Bang Theory-ის პოსტერის სტილში, ზუსტად ესეთია. პოსტერი. ხო. ფერი ეგეთია, ხო. შელდონის და მის ჩაგაჭირე, წინაზე არ ჩამეჭირა და ეხა ჩაგაჭერდი, რა თქვა. მარტინ ლოურენსი რო ჩაგეჭირა ახლა მაგრები ხარ გილოცავთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მაგრამ ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ მეორე მინიშნება ძალიან მინდოდა. აი, მიდი, ყველა გაინტერესებს. გვაჩვენი. შემოიყვანეთ მეორე მინიშნება. სად არის? ცხოველი გუნ. რობოტი ტორსასრუტია. მოიცა, ამას ტანგო ქვია და. არა, რობოტი ქვია, მომაწოდეთ ბარე. მეც ამ რა მოგაწვი. საკეთებს? რა ხდება? ტანგო მეთქი რუმბა ქვია. მე მგონი მაგითი უნდა დაგვეწყო. რობოტი მტორსასრუტის დაკავშირება გიადვალთან უფრო გამიჭირდებოდა. რობოტებით. ანუ წრიული ფორმის შავი რაღაცაა, რაც ისრუტავს ყველაფერს და წრიული ფორმის შავი რაღაცა რაც ამით უნდა დაგეწყოთ. ანუ ინანეთ კი. ეს ესე დაგვაბნევდა შეიძლება აღარ ეს მაგრამ დამაგნო. კი. და წავიდოდი სადეცი რობინ უილიამსი რო არის რაღაცას რო გამოიგონებს ეგეთ რაღაცას 90-იანი წლების ფილმია. კი არის. და იქ წავიდოდი უეჭვე. მე მაგით უნდა დაგეწყოთ. ეს იყო შემდეგი მინიშნება. ნუ ყოლა ცერნ კი ბატონო. მან უკვე გიადვალია ცალსახად. ლაიდერი და ნუ ბოლოს ეს იყო. გიადვალის. არა, გიადვალის ალმა მატერი მიღწევები და ასე შემდეგ, რაც ასევე მარტივი მისახვედრია. რა არის ალმა მატერი? ასტროლინგვისტიკა ხო არის სწავლება. აგარ, ჩვენ მოკარგო. აცი. აი წყალი უნდა მოსვა, იმიტომ რომ ცოტა 6-3 ანგარიში გიადვალის შესახებ კი შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო რგოლი. გიადვალის სამეცნიერო გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტიდან იწყება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობით გრძელდება. 1990-იან წლებში იტალიაში, შვეიცარიასა და ამერიკაში მოღვაწეობს. 1998 წლიდან კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. დვალი კოლეგებთან ერთად სამყაროს ფარული განზომილებების თეორიას ავითარებს. მონაწილეობს CERN-ის დიდი ჰადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში და მიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნის შესაძლებლობას წინასწარმეტყველებს. 2008 წელს მას ჰუმბოლტის პრემია ენიჭება, ნობელის პრემიის ანალოგი. 2010 წლიდან მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორია მიუნხენში. ამჟამად ის ფიზიკის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მეგობრებო, დოსიეები ამოიწურა, გადავდივართ საქმეების გამოძიებაზე, 6-3-ია ანგარიში და გავაგრძელოთ თამაში. სანამ გავაგრძელებდეთ, ასევე მინდა გითხრათ კიდევ ერთი სიახლე, ესე რომ გამოვიზოგე სიახლეები მთელი თამაშის განმავლობაში. მოკლედ, ეს კი უკვე გაიგეთ, რომ ეს სეზონი იქნება იუთუბერების სეზონი და ყველა თქვენი საყვარელი იუთუბერი თითქმის ყველა ყოველ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ გეგმავთ, რომ თქვენი თხოვნები კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ და ამის შემდგომი უკვე მეხუთე სეზონი იყოს სეზონი, რომელშიც საშუალება მიეცემათ მაძიებელში თამაშის საშუალება მიეცემათ ჩვენს გამომწერებს. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ სეზონის განმავლობაში იაქტიუროთ, გამოიჩინოთ თავი, დაგვამახსოვროთ თავი და მეხუთე სეზონში მოვიფიქრებთ ისეთ ფორმატს, რომ თქვენც ჩაერთოთ და აი ამ მაგიდას მოუსხდეთ და ითამაშოთ ჩვენთან ერთად. ამას დაშიჭირდება ჩემი აზრით. მე ყოველთვის მიყვარს სახალხოობა. გავაგრძელოთ თამაში. საჩინო დაპირებელს ავით. თუ კარგად მურამე, თუ კარგად წყალს თამაში ხალხს. აბა, ხო იყובר გულ. მე ესეთ კარგ მუსიკას უსმენ, რომ ეს მეჩქარება. ჩემს ეს ბოლო ტრეკი რომ გადამიხვიეთ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება. მეგობრებო, საქმე უნდა გამოვიძიოთ მსოფლიო ისტორიიდან და პირველი მინიშნება. რადებს შავხუთში. თქვენ დარჩით სადაც ხართ? ეშვით ამოაქვს რაღაც. ყოლია. ამოშინშილა იქიდან და ეხა გამახსოვს. უკვე ვიცი რაც არის პასუხი. კი. ეგრევე ნახოთ როგორ ამას ამოიტანს. ანუ გინდათ რომ გავრისკოთ უბრალოდ ხო? რა ჩაუგდეთ ამ გაცამისთან? ეშინია ხეც მოკიდება. ეს არის
ეს იმის ნაწილი ხო იყო ნაწილი იყო რა თქმა უნდა ხა ამის ამოსაღებად ეს რო არ დასჭირდებოდა. შემდეგი მინიშნა. სუნამოს ტესტერები. სუნამოს ტესტერი. ხო, ხმა, სუნი არის მართლა. დავანაწილოთ თითო. ერთი იმათ ერთი ამ. ერთი გამომართვით? ერთი. ერთი ჩვენ? გოგოებისკენ არ არის ფიქრის უპირატესობა. კი. გაიკეთეთ ხურსასმენები. ცოტა გაიკეთეთ ხურსასმენები. სანდრო დრო. ამას იცის სუნი აქ ვიეტნამის ვარსკვლავი რა იყო გახსოვს ჩვენ ბავშვობაში? ვიცი. ვიეტნამის ვარსკვლავი რა იყო? კი. ვიეტნამის ომი. ვიეტნამის ომი. და რატო ამოიყო იქიდან? და რატო დიდხანს რატო იყო? გაიწელა ძალიან. თქვათ რა, მოიცადე? ამას მართლა ვიეტნამის კი, ვიეტნამის მამას სუნი. მოიცადე ერთი წუთი. ეხ დრო გვაქვს. კი, დრო ანუ ძალიან კაი ვერსია რა. აი ძალიან ლამაზი ვერსია. თან ისინი იტყვიან მაგას. გონია რომ იტყვიან. რამე სხვა ვიეტნამზე ისეთ გახსენდება, ნუ ვიეტნამის რავი დაშლა, რაღაცა, ესა, მაინც ვიეტნამის ომი უნდა ვთქვა ყველა ვარიანტში. თან რა კვეთში სუნი აქვს ამას. და არასდროს არ დამთავრდა. არას არ მომთავრდა. ვამბობთ რა. და აი რა. ერთხელ ცხოვრობთ. რა ხდება? გავრისკავთ და ვიტყვით ვიეტნამის ომს. ვიეტნამის ომი. კი. ანუ არასწორი რომ ციყოს. ლამაზი ვერსია. ხეს? We did for the plot. იქნებოდნენ და They did for the plot, იმიტომ რომ არასწორიც რომ იყოს მოგწონს ვერსია და გვინდა რომ აი ესე და იქნება. თავზე ხელაღებულ ხალხად დავრჩეთ მეხსიერებაშიო ადამიანებსო, მით უფრო თავზე ხელაღებულ ხალხათო, რომლებიც 4 ქულას მოიპოვებენ. ვიეტნამის ომი, ვიეტნამის მალზი. ვიეტნამის შემოიტანეთ შამპანური ეს იყო მაძიებლის ისტორიაში პირველი მინიშნება სუნით და არა სხვა ფორმით, ანუ ეს არის სუნი, რომელიც ერთხელ ცხოვრებაში თუ თუ გადა ჩვენ მაგასაკის ადამიანები ვართ. კი, ვიღაცა შეიძლება ეს სუნი. ჯეზი შეიძლება დაკარგულიყო კოკო შანელში და რაღაცები ეთქვა და ჩვენ აი მაყურებელთან ამ შემთხვევაში ბოდიში, იმიტომ რომ ეკრანიდან თამაში შეუძლებელია ამ კითხვაზე, მაგრამ აქტუალები აგვეწვა. მაგრამ მეგობრებო, ვინც არიცით ახალგაზრდებისთვის თქვათ, რომ არსებობდა ეგეთი მალამო, აფთიაქებში არის ესეთი ყვითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ამდენი ხანი, იმიტომ დააგვიანა რომ ამ ტესტერებს ოხავდა მალამო. და ჩვენ ვეგონა მინიშნება, იცი? ანუ ეს არის ვიეტნამის მაზი. ვეგონა მინიშნება ძალიან დიდხანს რო აკეთებდა, რომ ვიეტნამის ომი რო გაიწელა ძალიან. კი, ეგრე იყოს, კაი. სხვა შორის სანამ სუნს გავიგებდი, მანამდე აზენკურის ბრძოლა. ნახე, ესე რო ეჭირა, ეს სუნდოსნების წააშოს და მერე რო გაყო, აი მერე სუნს მოვიდა და იტყოდეთ მაგას? იტყოდეთ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეწერათ, კი. უბრალოდ მოხავდი რომ სუნი დატრიალებულიყო ხა. ძველი გაპოხილი არითო, გასაგებია, ხო, მაგრამ ჩვენ მინიშნებათ აღვიქვით. დამატებით წაგვადგამ. იუარგა პირველმა სუნმა მინიშნა, სხვა სუნებიც მოვიტანდა. რავი, რისი დაგვიწერეთ კომენტარებში რისი სუნი მოვიდა და სუნი მოვიტანოთ მინიშნება. რისი ან ვისი სუნი მოვიდა კომენტარებში. შემდეგი მინიშნება იყო ასეთი. ჰანოის კოშკი. ო, ეს უფრო მარტივი იქნებოდა ამ შემთხვევაში. შემდეგი მინიშნება იყო უკვე ბოლო. სად არის? მარა, ბოლოს ასეთი. ეს არის card game-ია Twilight Struggle და იქიდან არის ერთ-ერთი კარდი. აი ესეთი, იმითი. და ნუ დაფარულია Vietnam Revolts, მაგრამ რო წაიკითხავ შინაარს რაღაცა საბჭოთა კავშირი იღებს სამხრეთ აზიაში ერთ იმას. და ბოლოს იქნებოდა ვიდეო აღარ განახერხებოდა ყველა თაფხალაი ხაუდან. გასაგებია ყველაფერი. აი სივაცო გითხრათ გიადვალზე ეს არ დამწყდაგული როგორ მე პირიქით გიადვალზე მაჩვენებოდა. აი ასაღები იყო. აი უიმართვის უნდა დაგვეთქვათ ამას დაწყება და ეს ჩვენ მოგიწევდა. ხო, მართალია. შეგვიძლია ვიეტნამის ომის შეგვიძლია ვიეტნამის 3-ია, ხო? რამდენია? 10 ბაცადეთ ეხლა. შეგვიძლია ვიეტნამის ომის ამბავი ჩვენს ვიდეო რგოლში ვნახოთ.
1950-იან წლებში ვიეტნამი ორად იყოფა: კომუნისტურ ჩრდილოეთად და დემოკრატიულ სამხრეთად. ამერიკა კომუნიზმის გავრცელებას ეწინააღმდეგება და სამხრეთ ვიეტნამს უჭერს მხარს. 1964 წლის აგვისტოში ტონკინის ყურეში ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ჩინეთის და საბჭოთა კავშირის მხარდაჭერის მქონე ჩრდილოეთ ვიეტნამი ესხმის თავს. 1965 წელს ამერიკის შეერთებული შტატები ომში სრულად ერთვება. 500,000-ზე მეტი ჯარისკაცი ვიეტნამში იგზავნება. პარალელურად კი ამერიკაში მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა იწყება. ომში სხვადასხვა ფორმით ერთვებიან კომუნისტური ქვეყნებიც. 1963 წელს ამერიკას ვიეტნამიდან ჯარები გამოჰყავს. 2 წლის შემდეგ კი ჩრდილოეთის სამხრეთს იპყრობს. ომში 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. მეგობრებო, ორი საქმე დარჩა გამოსაძიებელი მაძიებელში, ერთი მსოფლიო, ერთი ქართული, ჯერჯერობით მსოფლიოზე ვართ და ბიჭებს ექნებათ უპირატესობა ამ კითხვაზე თამაშის. მოდით ნახოთ პირველი მინიშნები. ეს ქართულია? მსოფლიო. მოვლენა მსოფლიო ისტორიიდან. კიდე კაი ნულზე არ ვაგებთ. ფეხბურთია შენ გიყვარს ფეხბურთი. ბიჭო, რაღაც პონჩი. შენზე მეტად მე მგონი. თქვენც გაჩვენებთ ჩემი აზრით ჩემზე მეტად უყვარს ყველას. მაგრამ არ მგონია ფეხბურთი იყოს ამის პასუხი, რამე ფეხბურთიდან. აბა, ფეხბურთით იქნება მინიშნება. ყურსასმენი. ყურსასმენები გოგოებო. უკაცრავად. თქვენ კი იფიქრეთ. აუ რას წერე. ლივერპულს რომ გეცეკ ხო არა? არა, ეგრე პარამაუნტი არის ვიღაცა სპონსორი, ანუ ის არის. სოფლიო მოვლენაა და პარამაუნტი თუა ვიღაცა სპონსორი, ამერიკული გუნდი იქნება და ეს ჯარიმას რო ურტყამს, იასამნისფერ შავიზე და როაცვია არის შეიძლება იყოს ინტერ მაიამის მესის არ გავს, მაგრამ შეიძლება ატალანტა საბალობჟანიძე ხო არ არის ვითომ MLS-ში რო თამაშობს და Total Energies რას ნიშნავს? ტოტალური ენერგია. რამეს გვეუბნება? თარგმანში ძალიან ძლიერი ვარ. კითხე რაც გინდა. ეს ფეხბურთელები არც ერთი არ მეცნობა, თუ ეს შავი კაცი არ ვიცი ვინ არის და რაღაცა კედლის დანგრევაა და ბერლინის კედლის დანგრევა ხო არ არის, კედელი გაანგრია და არის ხო ეცევაში რაღაც ლოგიკა. 3 ოქტომბერი 1990 და შევარდნაძე უთხავს? შევარდნაძე ურტყამს ჯარიმას. რავი, 4-ხული არ ხო გჭირდება. ისე აზრი არა აქვს. მაგრამ ერთი წამი ის ხო არ არის მართლა რომ ჩვენ რომ მოვიგეთ ლივერპულს რომ სოფლიო ისტორია, სოფლიო ისტორია, ეგ საქართველოს ისტორია, დინამომ რო ლივერპულს მოვა. თან ეს ლივერპული ნახდად არ არის, ეს ის არის, რა ქვია. არ არის ლივერპული. კაი, დაუშვათ რომ მაგრამ ამერიკელებს სოკერის შეიძლება არ არის კაცო, ამერიკა და არის Union Berlin-ის გუნდი, რომლის კედელიც დაიშალა. ისე როგორც დაინგრა ბერლინის კედელი. ბერლინში ბევრი გუნდია ძალიან, Hertha, Union Berlin-ი, კიდე რაღაცები არის. მაგრამ სოფლიო მოვლენა არის, რადგან შევარდნაძე მონაწილეობდა, ეხლა ჩვენ მოვლენა დარჩა ითვლება. სოფლიო მოვლენაა. ანუ მოვლენა სოფლიოს ისტორიიდან. ოკეი, არის, შენ ამბობ რომ არის ბერლინის კედელი. მე ვცდილობ რომ კაით ხო, ოკეი? იქნებ სხვა ლოგიკა განვავითაროთ. კი ბატონო, განვავითაროთ. ანუ მაგეთ მივდივარ უბრალოდ. რომ ანუ რაღაც კიდე ერთი ვერსია, ანუ იქნებ რაღაცა მოგვივიდეს თავში. კი ბატონო. ცოცხალი კედელი არის გარღვეული, რომელშიც ბურთი გადის. ერთი ეგ არის. ეხა გუნდს ფეხბურთელებს ნახდად ვერ ვცნობ, ეს ეხა პარამაუნტიც რო დავინახე, მაგიტო ვიფიქრე ამერიკული ხო არ არის თქო, მაგრამ რატო ევროპაში შეიძლება იყოს? შეიძლება დააფინანსა რომელიმე ეროვნული ნაკრები. ეს ნახევრად რო ჩანს და თან ზურგით ეხა გვარიც არ ჩანს და ანუ ფეხბურთელის ცნობით მე მგონი შორს ვერ წავალთ. უფრო არის ჩემპიონატი ხო არ არის? წითელი ფერი სადღაც ვთქვათ. სოფლიო არა, აშკარად საკლუბო ფორმა არის. ეგეთი სპონსორები ყავთ მარტო კლუბებს, ანუ საკლუბო ფორმა არის და თან ისეთი დიდი გუნდის საკლუბო ფორმაც არ არის, იმიტომ რომ უეჭველი ვიცნობთ, ეხლა ბარსელონა, რეალი და ლივერპული ან ეგეთი რო ყოფილიყო, ეხლა რაღაცა. არა, გერმანისა ნახე, ბუნდესლიგის ლოგო აქვს კლავზე, ანუ გერმანული ის არის, გერმანული გუნდი. დავაი, მაშ ბერლინის კედლის დანგრევა მაგისტერი იყოს. აფიქსირე? დავაფიქსირეთ ხო. ბერლინის კედლის დანგრევა 1990 წლის 3 ოქტომბერია, მე მგონი. ნუ თუ ეგ არის ახლა წლის და იმის წუთის სიზუსტე არ არის. თარიღი მახსოვს ხო 3 ოქტომბერი, მაგრამ წელი მე მგონი 90. ამ პასუხი არის ბერლინის კედლის რღვევა, გრევა.
ბოსკობა მოდაგვა. დროც ზუსტად ამოიწურა. დააფიქსირეს ბიჭებმა თავისი ჩვენც გვაქვს ვერსია და აბა თქვენი ვერსია მაჩვენე. ჯერ ანუ სწორია. გეკითხება სწორია ხო? ხა, გასაგები. ეს სწორი პასუხია. 20-20 თუ პასუხეს, ამჯერად სვატას გარღვევა იყო მართლა. ყველაფერი სწორი იყო. ბერლინის კედლის და ეს არის Union Berlin-ი გონდი და ბერლინის კედელი ინგრევა ამ ფოტოში. ხონდა ვერსია გერმანიის დაყოფა 3-1-ზე რო იყო. აქეთ საფრთხე 45-ში. ხო, ეგ იყო პირველი. ხო, აქ კედელია და ის გერმანია ერთიანა და ამერიკა ინგლისი საფრანგეთის ნაწილი. კი, ეგ ხონდა ბუნდესლიგის პირველი. ლოგოც სწორად შეამჩნია. ბოლოს დავინახე ხო და აქ ჩამოვჭერით, მაგრამ ჰარიკეინია. ჰარიკეინია ხო? ბაიერნს ეგეთი ფორმა ბოლო პერიოდში. ბაიერნი უტყავს ჯარიმას, უბრალოდ ჰარიკეინს რო ძალიან თავისკენ არ წაეყვანეთ და რაღაც ქარიშხლებზე არ წასულიყავით, მაგრამ ამიტომ ჩამოვჭერით. მაგრამ ბერლინის კედლის დანგრევა იყო ისტორია, ნამდვილად 10-ით 7 ხდება ამგვარად ანგარიში, იძაბება მდგომარეობა. 4 ქულა. ჩემპიონებისთვის ცალკე უნდა დაიწეროს ძალიან რთული კითხვები, სადაც მარტინ ლოურენსი იქნება სწორი პასუხი. ეს ცხოვრება. მინდა იცოდეთ, რომ მთელი ცხოვრება წამომაძახებს სამის მიდან. სადაც წამონახავ შენ რომ მარტინი დამიძახოს ხოლმე. მარტინ როგორ ხარ? ჰენრი ფორდებს და იმ გიადვალებს ხსნით იქიდან ციდან გენაცვალე და აბა რა ვქნათ ახლა. კაი. შემდეგ მინიშნებებს გეტყვით, შემდეგ მინიშნებებს. აუ მეორე მინიშნებაც ძალიან კაი იყო. მოდი ვნახოთ. It's okay. It's okay. შენ ესე გულით უწდება ხოლმე ორი მინიშნება ერთად გამოუშვი და Geht es weiter runter? ეს ის მაგრამ ეხლა არ გააკვირდით და გერმანულ გახმოვანებაში. Geht es weiter runter? რამდენი ფიქრეს და იცოდეს გერმანულად მოიჭრეს? გერმანულ გახმოვანებაში აქ თქვენია. გრევა. კაი, ნუ ახლა ამაზე თუ ვერ აიღე, რა ვიცი. შემდეგ იქნებოდა როსტროპოვიჩის კონცერტი ბერლინის კედლის დანგრევისას, ესაც ვიდეოა. ნუ აგერ კედელი თვითონ მე მგონი მოვიდა. ეს უფრო რთულია ვიდრე არა, ჩანს ნახე კედელი ხე გამოდის და კედელი ჩანს. ჩანს. გამოდის მაშინ. ხო, ნუ და ბოლოს შევარნაძის ფოტოა. ბოლო არის სხვათა შორის ძალიან ძვირფასი მინიშნება. ეს არის ბერლინის კედლის ნამდვილი ნამტვრევი. ეგ ჩვენთან რო არის საქართველოში? იყიდება ხოლმე. იყიდება ხოლმე ესე სუვენირებად. არის ნამდვილი ან არ არის ნამდვილი? რაც მარიც. არა, ნამდვილია. შაკო ხო ნამდვილია, თავს ხოდე. მე არ მომიტეხავს მაგრამ. ვინც ეს გამეთა, ვიზანაც იყიდა, იზდებს თავს რომ ნამდვილია. მოდი ვთქვათ, რომ გერმანელები შემჩნეულები ჩამოფხიკო. არ არიან ეგეთ რაღაცების გაყალბებაში თუ ოფიციალურ ადგილას ყიდულობ, ასე რომ. ნახოთ ვიდეო რგოლი და გავიგოთ როგორ მოხდა ბერლინის კედლის დანგრევა. 1961 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დასავლეთ ბერლინის იზოლაციის მიზნით ბერლინის კედლის შენებას იწყებს. კედელი რკინის ფარდის ფიზიკური სიმბოლო ხდება. 1989 წელს სოციალისტურ ბლოკში დაწყებულ რევოლუციურ ტალღას პროტესტები მოჰყვება გერმანიაშიც. რეჟიმი ცნეხს ვეღარ უძლებს და 9 ნოემბერს ქალაქის ორ ნაწილს შორის დაწესებულ შეზღუდვას ხსნის. აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეები მალევე იკრიბებიან კედელთან. ღამის 11 საათისათვის კი მესაზღვრეები კარიბჭეებს აღებენ. ბერლინის კედლის დანგრევას არაერთი ღონისძიება ახლავს თან, მათ შორის მსტისლავ როსტროპოვიჩის, ლეონარდ ბერნსტაინის და როჯერ უოტერსის კონცერტები. შეზღუდვების მოხსნიდან თითქმის 1 წლის შემდეგ 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანია ერთიანდება. ერთი საქმე უნდა გამოვიძიოთ, კიდევ ისე არ გაგიშვებთ და არც თქვენ არ გაგიშვებთ, არც თქვენ ძვირფასო მაყურებლებო, იმიტომ რომ ამჯერად უნდა გამოვიძიოთ საქმე საქართველოს ისტორიიდან. ამჯერად უპირატესობა ექნებათ გოგონებს, რომლებიც არიან ძალიან უჩვეულოდ რისკიანები და ურახუნებენ პირდაპირ. ბიჭო, თან ეს დამთავრდა. ნაკლები არც თქვენ ხართ ნაკლები. პირველი მინიშნება არის ტექსტი. მოისმინეთ ეს ტექსტი. გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწმოულინე მონასა შენ სამფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილ მithვალულებასა შინა, უნებლად დამცველი სადიდებლად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლო კაცთ მოყარე. უსასმენები? მოვლენას ვცნობ თუ ადამიანს ეგეთ. მოვლენა საქართველოს ისტორიიდან.
სულხან-საბას მოგზაურობა ვიფიქრე, მაგრამ მეც ვიფიქრე, უბრალოდ ქონდათ სულხან-საბას მოგზაურობა. სულხან-საბა ქონდათ, მეგონი. ალბათ ესე არ მოიტანდნენ. იმიტომ მოგზაური მგონია ვიღაცა. არა, მეც მოგზაური მგონია. ანუ ნახე, უბრალოდ ეს ტობიასი. ტობიასი არ მეცნობა არა. არავინ არ მეცნობა. არა, როგორც ტობიას. ხო, ხო არ არის მეების მოგზაურობა საქართველოში შარდენის და ვინმე ეგეთის. ეგ არ არის საქართველოს ისტორია. ეს არის ანუ ჩვენი სადღაც ხო, ეგ მახსოვს ამის ლოგიკა მე არ ვთანხმები. მეც არ ვთანხმები, მაგრამ კარგი. ოკეი, ვიღაც ითხოვს მფარველობას და გზაში. დანი ბეგაშვილის რთული იქნება ალბათ, რომ დანი ბეგაშვილის მოვლენა უნდა დაასახელოს. ვიღაცის მოგზაურობა. ანუ ვიღაცის მოგზაურობა, სულხან-საბას ქარდასი დიდი მოგზაურობა, არაფერი არ მახსენდება. პერიოდით დაახლოებით კი გავს თითქოს ვიღაც მიდის გზაზე მფარველად მომივლინე თხოვს. ლაშქრობაში არ იქნება, ხო, ლაშქრობა არ იქნება რამე ვინმესი არ ვიცი, რამე განჯისკარის აღება. ყველაზე კარგი ვერსია ეგა გვაქვს, მაგრამ გარის კვადრამდენად დღეს არ ამგონია, ხო, ეს არ არის ხა ისეთი ვერსია. ამას აიღებენ და გზაჭეშმიტყმოსა ფარველი. ანუ ტობიასი არის ევროპიზებული სახელი, მაგიტო რაღაცა იქეთ ხო, ქართულ სახელს არ გავს. და გავს იტალიურს, ესპანურს, რაც რომანულ სახელს გავს, ხო? ვახუშტი ბატონიშვილი, ვახტანგ მე-6 იტალიაში დაარსება სტამბის დაარსება, გონი ქონდათ ხო სტამბის დაარსება თქვა. კი, სტამბის დაარსება ქონდათ. ეგეც არ არის. ვინმე იონა ხელაშვილის, მაგრამ მოვლენაში არაფერი არ არის ესეთი რომ თქვა კალმასობის დაწერა. რომ ვითომ მასპოტი ხო არ არის საერთოდ კალმასობი. ამით დაილოცა თავი და მე ხო მოგზაურობაზე იდეაში. კალმასობა მოგზაურობაზეა სრულად. ე და ყველა მარა ვერ გავისკავთ მაგას. მე ოკეი, ოღონდ ეგ დავიმახსოვროთ, ესე იგი. სულხან კალმასობა ძალიან მას ვერსია. ნუ ოღონდ არა გასარიც კი. მე მგონი ნუ გავაწყალოთ ბიჭებს. კი ბატონო. ოკეი. სულ მაინტერესებს ამდენს რა წელი. არა, ეს ჩავიწერე რაც თქვა და მე გავშიფრე ახალ ქართულად რა იწერა. ანუ გზა ჭეშმარიტება შეხარქის თემასო მოგზაური მფარველი შენ მომივლინე ვითარცა ტობიას შენ დამიფარე აწმონა შენი მეუხებით ღვთისმშობელისა და ვიღაცა ტობიას მოუვლინე და როგორც იმას მოუვლინე ესე მეცუდა ტობიასი ვინ არის წარმოდგენა არ მაქვს ორი ვერსია მაქვს რა ვინ მოგზაურობდა ანუ ვიღაც მოგზაური სულხან-საბა ერთი ვინც გვახსენდება უეჭველი არის საბა და მეორე არის ნიკიფორე ირბახი რაც ზუსტად ვიცით რომელიც წავიდა და წამოვიდა და მე იყო იტალიაში იყო ჩასული. და მე იყო აფხაზეთის კათოლიკოსი და ან სულხან-საბას ეხლა ეგრე კონკრეტულად როგორ გინდა გაიხსენო ევროპიდან ბრუნდება შეიძლება ორივე მიიღო კათოლიკობა ნიკიფორე ირბახმას და სულხან-საბამას და ეს წმინდა ტობიასი შეიძლება არის კათოლიკე წმინდანი. ალბათ უეჭველი იქნება, მაგრამ ჯერ წმინდა არა წმინდანი არ არის ნახსენები, როგორც ტობიას სულად იცინი. როგორც მე გეტყვით. წმინდანი არ არის ნახსენები, როგორც ტობიას შეეწია ერთი წამი, აქ არსებობს კიდე ერთი პრობა, რომელიც შეიძლება და მე გამეკეთებინა როგორც სცენარისტს, რომ ეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ძველ ქართულად დაეწერათ უბრალოდ რაღაცა. და შეიძლება საერთოდ ახალ ქართველი იყოს პასუხი და შეიძლება საერთოდ მოგზაურობა არ იყოს. ხო. ანუ საერთოდ მინიშნება არ არის. ქართული არ არის საერთოდ. ხო, არა, ქართული უეჭველი უნდა იყოს თამაშის წესებიდან გამომდინარე, მაგრამ არა, ქართული შეიძლება არის, მაგრამ შეიძლება თბილისის დინამოს გამარჯვება ლივერპულთან. რაღაცა და ვიღაც ტობიასი. ხო რა. მოსულა. აი წაღარ რო იძახდი, შეიძლება ახლა არის ეგ. რაღაცა ის. ტობიას რამას შენგელიას გოლი? ტობიას ვილი გახსოვს? ლივერპულში. ფრაიბურგში რო იყო. აი, გავყვეთი ვერსია. ეგ ტობიასი ალბათ არ იქნება. ვინ შეიძლება ანუ არის ლაპარაკი ძველ ქართულად, არის ლაპარაკი მოგზაურობაზე და არის ნახსენები ტობიასი, ხო, ესე რომ დავშალოთ და შეწევნას თხოვს მოგზაურობის წინ. ხო. და ვინც ანუ რა გახსენდება? იცი რა არის? სულხან-საბასი რო იყოს შეიძლება კი ვწოდნოდა აქამდეც ეგ.
წინადადებები ხო, მაგრამ გაგონია. იქნება ვართულებს და კაკრას ყველაზე მარტივი ვერსიაა და სულხან-საბა. ეგეთიც დამმართნია. ნიკიფორე ირბახმა რა ქნა? ჩავიდა იტალიაში, იქ წიგნიც გამოსცა, მეგონი ქართულად, იტალიურ-ქართული ლექსიკონი იყო. ძამნიშნავად მისია იყო. პირველი ქართულოვანი წიგნი არის. კი ბატონო, კი, მე-17 საუკუნეა. ეგეთი რაღაცა რომ ნიკიფორე ირბახი რომ ჩავიდა დიდხანს დაჭირდა, კარში მაშინ ძალიან ჭირდა ხოლმე იდენტიფიცირება. ვიღაც ტიპები ჩადიოდნენ ეს აღმოსავლეთიდან და ახლობდნენ და სიმსლავდნენ და რაღაცა და ნიკიფორე ირბახზე ბევრი წვალება მოუწია მაგის გამო რომ ამოწმებდნენ მართლა იყო არ იყო. სულხან-საბა უფრო დაალაგებული მისია ჰქონდა რეალურად რა. ამაგიტომაც უფრო ხელგაშლათაც მიღეს, მაგრამ აშუაში ახლა ყველაფერი როგორი გასარისკია. მაგრამ იქნებ დავარახუნოთ ნიკიფორე ირბახი რა. მაგრამ თუ გავმაზეთ თუ დავმაზეთ და იმათმა სამი ქულა აიღეს. 3-2-1 რომელიმეც რო აიღონ, მე მესამე რაუნდი ისეთია რომ მან ამოქაჩვა და იქნებ სამიანი. მარკო პოლო იყო. ბიჭო, ის გამოგზაურობიც ხო ჩამოდიოდნენ, რა ქვია იმას? ქუჩაც ხო გვაქვს? შარდენი და ვაში კრისტოფორო. მან უკვე იმხელა არჩევანი გაქვს, შარდენი, კასტელი, კიდე იყვნენ ვიღაცები ხე გვარებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მოგზაურობაში შემეწიე როგორც ტობიასო, ეგრე შეიძლება ეთხოვა შარდენსაც, კასტელსაც, კიდე ვიღაცები იყვნენ, აღარ მახსოვს ხე გვარები, მაგრამ მე-17-18 საუკუნეში დიუმაც ხო იყო ჩამოსული. თამარაშვილი ხო არ არის? მიხეილ თამარაშვილი? მოგზაურობა რა შუაშია? არ ვიცი, ისევ გავიგეთ მეგობრებო, ეს არის, მაგრამ ცოტა იყო დარჩენილი. ხათ, ნიკიფორე ირბახი. ბიჭო, აი თუ გავმაზეთ, წავაგეთ. რთული სურათია. გადასცეთ თუ რამე გინდათ რომ დააფიქსიროთ. მეორე 3 2 1. კაი, ხო წავაგებ მაგის დედაცვათი. გადაულოცოთ. გადავულოცოთ, არ აფიქსირებთ. გადაულოცოთ. ეს იქნება მეორე შემთხვევა, როცა მწარეთ ვინანებ რომ გადაულოცოთ. არ დააფიქსირეს. არ მგონია. შესაბამისად, მიიღეთ მეორე მინიშნება. თქვენ ნუ კი დაინახეთ. თქვენია. ყურსასმენები? კალმასობას კი ეგ არის რომ ორი პერსონაჟი მიდის, მაგრამ ეს ბრაზიანია. ერთი გულობყილოა, მეორე საუდალო პირია და უხსნის რაღაც ბრაზიანი არ მახსოვს. ბრაზიანი მეც არ მახსოვს, მაგრამ კაი ვერსია არის. კალმასობის დაწერა. ანუ კი უცებ რამე ახალი. არა, კალმასობას ანუ ეხლა ბევრი დრო გვაქვს. აი, ჯერ გამორცხოთ სულხან-საბას მოგზაურობა. ესენი არიან ჯუჯები და მაღაროებლებია, მიწის ქვეშ არიან. დანტეს არა ქართულია ვაიმე მიწის ქვეშ ბოდიში. რამე არა. დანტე ვირგილიუს ძალიან გავს ახლა ეს მიწის ქვეშ ძალიან გავს, მაგრამ ხო რამე ანუ ესეთი ის რო არ იყოს ვიტყოდი რაღაც მეტროს აშენება. ორი გზაზე ერთი კაცი მიდიოდ. ჭილაძის. მოვლენა, ნამდვილი მოვლენა, ეხლა არავირიო. კაი. ორი ადამიანი, თან ორი გვაჩვენეს, არიან მეტნი. უბრალოდ გვაჩვენეს ორი. უბრალოდ იქ მაგრამ თქვა ესენი მოგზაურები არ არიან. არა, მაღაროელები არიან. მაგრამ იდეაში მიდიან ოპერას ღუმეს აღმოჩენა. რიმე ვიცით ესეთი ღვიმეების აღმოჩენას და საფრთხეები რაღაც ანუ ეს საფრთხეს აღმოჩენაც არ არის მის დინოზავრის ყვალი იყო და ეს ზემოთ არის. თანახრა პრომეთეს ღუმეს აღმოჩენა. კაი, თვითონ მაღაროების დაარსება საქართველოში, მაგრამ ეგ ხო აკაკი წერეთლის მანგა ანუ აი ჭიათურა რაღაცა. ეს ცოტა უფრო ძველია მგონია, ვიდრე აკაკი წერეთლის არა? კი, ეს უფრო ძველია. თან არ მგონია ამჯერ კალმასობის. ამჯერ იმიტომ რომ ანუ რატო არა მე მგონი უნდა გავიტესკოთ, იმიტომ რომ ეხა ნახე იმათ ქონდა ძალიან ახლო ვერსია. ანუ ისინი ფიქრობდნენ რაღაც. ხო, შეიძლება, მაგრამ ფაქტია. ნუ ფაქტია რომ ორნი არიან. კი, ორნი არიან და ერთი გულუბრილო გლეხია, რომელსაც მეორე რაღაცებს უხსნის. მაგრამ მე ისინი უფრო რაღაც დონ კიხოტის და სანჯო პანსესტილში წარმომედგინა ერთი მაღალი და გავხდარი და მაგრამ არ ვიცი, რატო მიწის ქვეშ და ვიღაცა ითხოვს შენდობას და ვიღაცა არის მოგზაური.
ნუ ეს ენა ძალიან გავს კალმასების ენას. კი, გავს თვითონ ივანე ბატონიშვილის ენასაც და ივანე ხელაშვილის ბიხნაშვილი ხელაშვილია. სახელები ხო არ გახსოვს ამეთი? ბუზღუნა. ეს ბუზღუნა და ეს არ მახსოვს. გამახსოვს. გრამპი? გრამპი ეს არის. ხო და გრამპი რამეს ხო არ გვაძლევს? სამოწლებს. არ თუ შენ გადაწყდა როგორც სწორად მიგეჩნია. დრო ცოტა რჩება. ვაფიქსირებთ. აფიქსირებთ. კი. ეს არის კალმასების დაწერა. ეს არ არის კალმასების დაწერა, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ. ხო. ჩვენ ხო ვფიქრობთ, რომ ნუ რადგან არის მოგზაურობა საქართველოს აღწერა ოიხსენით. ჰა. დააფიქსირეს გოგონებმა თავისი ვერსია. ძალიან არ გაწელოთ. დააფიქსირეს ვერსია, რომელიც სხვათა შორის 4 ქულიანზეც ჰქონდათ ეს ვერსია, მაგრამ მაშინ არ გარისკეს, 3 ქულიანზე გარისკეს. და ეს არ არის სწორი ვერსია. არა, არ არის სწორი ვერსია, რითაც მინიმუმ გათანაბრების შანსი. უბრალოდ საუკეთესო შემთხვევაში გათანაბრების შანსი. დავიწყო? დაიწყე. ყვაშალი და ტატიშვილი. პირველი რაც გამახსენდა როგორც კი მოატრიალე ეგ იყო, მაგრამ რაშუაშია წმინდა ტობიასი და წმინდა ტობიასი. ნუგზარ ყვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი, ხო? ეგრე ქვიათ, ხო. ამას ქვია გრამპი, ანუ ბუზღუნა, რაღაცა სულ ბუზღუნა არის და ეს რომელია დანჩენებ ერთმანეთს გვანა მოავთ 11-ია. ყველას მინიმუმ შეიძლება ეგა. მაგრამ რაშუაშია მოვლენა რა არის? თან საქართველოს ისტორიიდან ახლა რაზეც ვლაპარაკობდი, თქვა ჭიათურის მაღარო ან ტყიბულის შახტა, მაგის გახსნა. ნუ ესენი მაღაროები. მაღაროელები არიან. თუ შახტაში მუშაობენ? არა, მაღარო. არა, მაღაროელები არიან. ძვირფასქვებს მოიპოვებენ, ხო? და მოვლენა საქართველოს ისტორიიდან ჩვენ ხო გვაქვს რაღაცა ოქროს საბადოებიც. ძვირფასი ქვების საბადო არ გვაქვს, მაგრამ ბიჭო, რა შუაში მოგზაურობა და ტობიასი და ბიჭო, კაზერეთში ის რო ააფეთქეს, რა ვქვია? საყდრესის და სულხან საბა ხო მაკედან იყო. არა. სულხან საბა იყო ტანძიადან. ტანძიადან და მე მან მანდარი? კი, აბა. ვოლნისთან არის გვერდზე. ვოლნისი კაზრეთი ეგენი არის. ძალიან თითიდან გამოწოვილი, მაგრამ კაი გამოწოვილი ვერსია. არა, ვიცი რავი. ანუ 7-დან ჩანს 2, ხო? ხო, რაღაც პონჩი რაღაცა დუალობასთან, ორობასთან. 2 ჯუჯა. 2 ჯუჯა. რა თქვა 2 ჯუჯა შეიძლება იყოს ასტრონომიაში რაღაც 2 ჯუჯა ვარსკვლავი რაღაცა. 2 ჯუჯა რო ახტანგ მეექვსე სულხან საბას ლოგიკა ხო არ არის. ნუგზარ საბა რო ყოფილი მოგიდა შეიძლება და მაშინ დავაწვილებ ახტანგ მეექვსე და ნუგზარ საბა მაგრამ სულხანი იყო და მე რა მსჯელობებს ტოვებთ ჩვენ კურსას. მე და ამიტომ უნდა მოიხსნა ხოლმე ჯოგდან. ეპიკია ყველა. ჩვენ ვარ რახუნობთ იმენა ეს სერიოზულესი. მარტინ ლოურენსი. მარტინ ლოურენსი. ხო, მაგრამ ერთ წამი იქნება ამას ქალზე გავყევართ და ქალის მოგზაურობა ხო არ არის? შაჰაბასის ბებია ან ვიღაცა რა. შენ სულ ქალზე თუ ქალებზე ნუ ვფიქრობთ. შაჰაბასის ბებია გვარად იყო შალიკაშვილი. ბიჭო, მე მგონი ძალიან ისეთი ვერსიები გვაქვს, რომ ამ სამქულას წყალს გავატანთ. ეხლა რო ვთქვათ, მაგალითად ყველაზე აზრიანი მართლა ეხა იმ ნუგზარ საბასთან იმას რო შევეშვათ ვახტანგ მეექვსეს. ყველაზე აზრიანი რაც ჰქონდა იყო ჭიათურის მაღაროს გახსნა, ხო? აკაკი წერეთლის მარგანეცი ჭიათურის არა, მაგის დროს დაიწყო მაგის მოპოვება. დამიფარე ტობიას წავედი. ეგ აი რა ლოგიკიდან უნდა იცი ამოვიდეთ. მაგალითად პირველი მინიშნება 4 ქულაზე უნდა აიღო. ეგ ხო შანსი არ არის მაგალითად ჭიათ მაღაროელების ფარველი შეიძლება პირველი მინიშნება კონკრეტულად ჭიათურის მაღაროსთან არის კავშირში, მაგრამ რამე მაღაროსთან არის კავშირში, მაგალითად სოფლიოში პირველ საქართველოში პირველი მადნის მომპოვებელი მაღაროს გახსნა. ეგეთი პასუხი გავცეთ? ანუ ეგ ხო ვიცით რომ ჭიათურა მაგას თუ ცემთ ჭიათურის მაღარო უთხრათ ბარემ. ჯერ ხო ეგ იყო და მე იყო ტყიბული. დრო გავიდა მეგობრებო. აი ეს წეს. გავიდა დრო. ყველა გინდათ როკოლიან მინიშნებას მოგცემთ? თუ გინდათ დავიქცეთ. ავიღოთ ორიანი მე მგონი, თორე ძალიან 3 ძალიან ყემაზე ვზივართ. 2 1 ოიღო ნიკიფორე ირბახი იყოს თავს მოვიკო ამერიკაიმი. ამა კაი ვერსია იყო, მაგრამ ამასთან რა შუში ნიკიფორე ირბახია რომელიმე? კაი, რა ვქნათ? ნიკიფორე. ვიყოს ორიანი გამოუშვი.
თავს ნეიტლა. მე ძმაკა ვერ გამოვიცნობ და შვიდად. მეტა იმათ ვერსია, ორკულიანი მინიშნება. ის ვერსიას არ გვეტყვის. თამაზ მუხაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1893 წელი ის სასოსისი არის ნახალუკაში? ჩვენებთ მაინც ყოველი შემთხვევაში. სულხან საბას უნივერსიტეტი არა, იქ რა არის? სულხან კვერნაძის. არა, ეს არის რა ქვია, წმინდა 1893 11 ექვთიმე არა, ხელაძის ნომერი სტამბა. 2, ეს ნომერი 2 თებერვალი. თბილისი აქ რაღაც ხელაძის წავშალეთ. სტამბა. ეგ შემიძლია გითხრათ. სოსისები არის, თამაზ მუხაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აა 1893-ში ივერია გამოვიდა, ხო, პირველად. სოსისი ივერია და ამ უნივერსიტეტს ქვია ივერია. ივერია უეჭველი და გაზეთ ივერიის დააესება. ყვაშალი და ის ივერია, ანსამბლი ივერია, ბიჭო. და ტობიასი? აი უკვე ნახდათ არ ვიცი, მაგრამ ტობიასი ყველაფერი დანარჩენი გვეუბნება რომ ივერია. ანუ ნახე სოსის 1893-ში ნახდა ჟურნალი ივერია დაარსებული. არა, თუ 82-ში. თებერვალში გამოვიდა მეორე ნომერი. 83-ში. ანუ იანვარში გამოვიდა. ხო. ექვთიმე ხელაძის სტამბა ეს არის 1000. კაი. ანუ თუ ეგ არის ივერია, ყველაფერი გეუბნება რომ ივერია და რა ივერიის გაზეთ ივერიის გამოშვება. გაფუძნება ხო ილიას. ხო. და ის ილია და აკაკი მაღარო ჭიათურა მამამისის იყო. გავიგე კაცო, ივერია აგждდება. ეს ტობიასი და ის მოგზაურობა რა შუაშია. არ ვიცი. ვიღაცა ივერიელი ხო არ იყო რომ აკაკის მოგზაურობა იმაში რა. არა, ეგ ჩემს თამაშზე იყო, ეგ კითხვა და აღარ იქნება. არა, კითხვაზე არ გეუბნება. ეგ პასუხი ჩემს თამაშზე იყო და ეგ აღარ იქნება. კაი, და ვიტყვით ამას, რომ აფიქსირებთ. რაღაცა. მოვლენა საქართველოს ისტორიიდან უნდა იყოს ეს ივერიას და ჩამოაყალიბეთ პასუხი? გაზეთ ივერიის ჟურნალი არა. გაზეთ ივერიის გამოშვება. დაფუძნ პირველი რამაც. გაზეთ ივერიის დაფუძნება. რატო გვეძიები? თქვენ რა უპასუხეთ? ვაი დედა. კალმასობის დაწერა. ვაიმე დედა. არა ფერი ვაიმე დედა. მე დავინახავ ახლა ბევრ ხელს წაშინილ თავში. არ არის ეს სწორი პასუხი. ესე იგი, ბიჭო, რაღაცა ივერია, კაცო. ის ორი ჯუჯა, კვაშალი და დადეშვილი. სოსისი ივერია, გაზეთი ივერია პირდაპირ აქ არის უკვე მოცემული. ივერია, რომელიც პირველი უნივერსიტეტია. და პირველი ის რა არის? არ მითხრა ხარ რომ ნიკიფორე ირბახის მოგზაურობა. ამ ლოცვაში რას თხოვს მოგზაური ქრისტეს? გამიფარეო, როგორც წმინდა ტობიასო გამოაყოლეო მფარველი ანგელოზიო, ეგრე გამომაყოლე. ზადა ჭეშმარიტ. ზადა გვილოცეო. ხო. არ გონავტები? ეს არის ანსამბლი ივერიის დაარსება, მეგობრებო. ზადა მილოცეს და შედა ზადაგვილოცე არ გამახსენე. ხავში არა, მაგრამ მაგიდაზე წაშენილი ხელები კი ნახე. გევედრები ყველა. კაი რა მაიმუნობაა ეს კაცო რა. ზადაგვილოცეთ. ხავზე რა გითხრა? ძალიან საკულტო სიმღერაა, მე მგონი ივერიის ყველა კონცერტი მაგითი მთავრდება ხოლმე და გვიჩა არა მარტო ივერიის. არა მარტო ივერიის და ჩვენი თამაშის პრესეზონის თამაშის ძირითადი ორი რაუნდიც დასრულდა ამითი გზა დაგვილოთ სეზონი დაგვილოცეთ მეგობრებო. ბოლო მინიშნება უნდა მეჩვენებინა მე უკვე ეს იქნებოდა. ყველას ფოტო? არა. ჩიფთა ქორწილი. ჩიფთა ქორწილი. ესე არსებობს. ჩიფთა ქორწილი არის ყველა მუსიკლიერიასი. შენ ივერია უნდა იმეცადი. მე გაზეთში ვარ ძლიერი. ანსამბლი უნდა იმეცადი, ნუ აშკარა. რა არის, იცი? არსებობს რამდენიმე, აი ხო ვიცით, აი ფილარმონიის ტაში მაგალითად. ეს გზა დამილოცე და ჩემო თბილის ქალ. ვიღაცამ რო უნდა სცადოს და არ გამოუვიდეს. და ყველაფრის დასასრულს უხდება. აი თამაშს რო მოვჩევ, შეგვიძლია ვთქვათ რა. ჩემო თბილი და უნდა თქვას მე აუ არა მაღალია. ხო. ვერავიგე. ნახოთ ანსამბლი ივერიის ღირსშესანიშნავი დაარსების ამბავი. 1968 წელს ალექსანდრე ბასილაიას ხელმძღვანელობით ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ივერია ყალიბდება. კოლექტივის წევრები არიან თემურ ციკლაური, ნუგზარ კვაშალი, მანანა თოდაძე და სხვები. ივერია ერთ-ერთი პირველი მუსიკალური პროექტია, რომელიც ქართულ მუსიკაში დასავლური ჟანრების და საშემსრულებლო სტილის ინტეგრირებას ცდილობს. ანსამბლის პირველ ალბომში ორიგინალურ სიმღერებთან ერთად ბრიტანული ბენდის ურაია ჰიპ 2 სიმღერის ქავერიც ხდება.
1984 წლიდან ივერია მიუზიკლების და როკ ოპერების დადგმას იწყებს. ახლებური მუსიკით და იუმორისტული ელემენტებით გაჯერებული კონცერტები სრული ანშლაგით მიმდინარეობს. ჯგუფის მიუზიკლები ისეთ ცნობილ სიუჟეტებზეა დაფუძნებული, როგორებიცაა ჩხიკვთა ქორწილი, არგო და ფიროსმანი. აი ახლა კი სამი დოსიესა და სამი საქმის გამოძიების მერე მივადექეთ ჩვენს მესამე რაუნდს, რომელიც ამ სეზონში იქნება ინტელექტის რაუნდი, იმიტომ რომ გამომცემლობა ინტელექტი გვიმშვენებს გვერდს, როგორც ჩვენი ამ მაძიებლის მთავარი მეგობარი. მოკლედ, მესამე რაუნდში რა ცვლილებებია? პირველი გავითვალისწინეთ მაყურებლების რჩევები და დაფარული აღარ არის თემების სახელები, პირდაპირ გეტყვით სამ თემას და უნდა გაფილტროთ რიგრიგობით და ერთი დატოვოთ, რომელზეც ვითამაშებთ. თითოეულ თემაში იქნება კვლავაც სამ-სამი შეკითხვა, კვლავაც ორქულიანები, მაგრამ ცვლილება კიდევ ის არის, რომ ორივე მოთამაშე წერთ პასუხს. შეგიძლიათ თუ დარწმუნებულები ხართ, ერთი და იგივე პასუხი დაწეროთ და ორი ქულა მიიღოთ, ან დააზღვიოთ ერთმანეთი და დაწეროთ სხვადასხვა ორი ვერსია, უთანხმებთ კი და ერთი ქულა მაინც აიღოთ, ასე ვთქვა. ხანი ჩემი კალიგრაფია წაგვაგებინებს. ანუ თუ ორი ვერსია გაქვს. ორი ვერსია გაქვს, აი ვერ ირჩევ რა. წეგან მაგალითად შეგვეძლო დაგვეწერა ივერია გაზეთის დაარსება და ერთ ქულას გარანტირებულად ერთ ქულას. მაგრამ სამწუხაროდ ანსამბლის დაარსება ვერსია არ ვქონია. საერთოდ აღარც გაგას. ნუ მაცადე იქნება ვერ მიხვდა ხალხი და ეგონოთ რომ აი, ქონდა. თემები არის წელიწადის დროები, ფერები და ლუიშ ნანი ბრეგვაძე. ლუიშ ნანი ბრეგვაძე არის ესეთი თემა, მოკლედ პასუხები არის ორი ადამიანის გადაბმული სახელგვარები რა. აი, ტორესა მოსი ბერძენიშვილი რო იყოს რა მაგალითად რა. ხო. ოღონდ ახე ანუ ტორესა კეით მოსი ლუიშ ნანიც რო იყოს და ნანი ბრეგვაძეც და გაერთიანებული ეს ისა რა. ჯერ თქვენ ფილტრავთ რომელი არ გინდათ. წელიწადის დროები არ. წელიწადის დროები არ. წელიწადის დროები არ გვინდა. ფერები ან ლუიშ ნანი ბრეგვაძე. ვაზე ვითამაშოთ. ვიღლიცინოთ და ლუიშ ნანი ბრეგვაძე ვიცინებთ მაინც რა ფერებზე მაინც ვაგებთ ისე. სამი ქულა სხვაობა აქ. ლუიშ ნანი ბრეგვაძეზე ვითამაშოთ. ლუიშ ნანი ბრეგვაძე. ლუიშ ნანი ბრეგვაძე, სხვა შორის სამი კითხვა უკაცრავად? სამი კითხვა, კი. ორი სოფლის ისტორიიდან და ერთი? ერთი საქართველო. ოკეი, და თითოეული კითხვის მერე ვაჩვენებთ თუ თითოეული კითხვის მერე აჩვენებთ. კი ბატონო. ყველა ერთად ვატრიალებთ. კი ბატონო. აბა, პირველი შეკითხვა. დაიცა, ლუიშ ნანი ბრეგვაძეს ვთამაშო? ლუიშ ნანი ბრეგვაძეს ვთამაშოთ. წერით კონტაქტობთ ერთმანეთს. პასუხებიც მაგ პრინციპით უნდა ჩაწეროთ რა. პირველი ადამიანის სახელი გვარი, ანუ პირველის გვარი არის მეორის სახელი როგორც წესი რა. Understand. ძალიან ბევრი საწერი ამ თემაში ეგ შეგვეშალა. ხო და შენი გალიგრაფია. და ბევრი არ არის. ყველაფერი დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. აბა. პირველი ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსია. მეორე მანჩესტერ იუნაიტედის დატოვების შემდეგ ნაპოლის გაჩემპიონებაში დაეხმარა. მათ შორის სხვაობა 2 საუკუნეზე მეტია. თუმცა ორივე იმ ეროვნებისა, რომელიც პირველის გვარდში და მეორის სახელში შეგვიძლია ვიპოვოთ. ერთხელაც წავიკითხავ. მეცა? გადამაცე. მას იწერს. პირველი ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსია. მეორე კი მანჩესტერ იუნაიტედის დატოვების შემდეგ ნაპოლის დაეხმარა გაჩემპიონებაში. მათ შორის სხვაობა 2 საუკუნეზე მეტია, თუმცა ორივე იმ ეროვნებისა, რომელიც პირველის გვარში და მეორის სახელში შეგვიძლია ვიპოვოთ. 3 2 მას იწერს. 1 უოლტერ სკოტი და სკოტ მაკტომინეი. უოლტერ სკოტ მაკტომინეი არის სწორი პასუხი, ნამდვილად უოლტერ სკოტი და სკოტ მაკტომინეი. გამოიცნეს, ხო? გამოიცნეს, გამოიცნეს. ფეხბურთზე მარტო მანი ისიც რა გურთი გამოიცნეს მანჩესტერის ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი შენ გამოიცანი, ხო? ხოჭა. დამებრალები სიმონები არავინ არ დაიჭერა. ხოჭა. აბა. არა, უოლტერ სკოტსაც ვიცნობ. მაგრამ მე ვაღიარებ რომ ჯერ სკოტ მაკტომინეი გამოვიცანი და ინგლისელი და მე ინგლისელი კლასიკოს მე შემოსაზღვრავ და მე სია გამოჩიტა იქ ძალიან გრძელია ტვინში. თან მე ბრიტანეთის სიყვარული. იგივე ჩემო ტორეს, იგივე ტორეს. აი. პირველი პატარაობაში მოცეკვავეობაზე ოცნებობდა. შემდეგ კოსმონავტობაზე, პროფესორად ასტრონავტობაზე. თავიდან წავიკითხავ.
პირველი პატარაობაში მოცეკვავეობაზე ოცნებობდა. შემდეგ ასტრონავტობაზე. საბოლოოდ კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. მისი გვარის მოსახელეს ცნობილი მეტსახელი არა მისთვის უფლებათა შემამცირებელი დოკუმენტის, არამედ ყველაზე უმცროსი შვილობის გამო ეწოდა. 3 2 ოი ძალიან ბიჭო ბევრია საწერი რა სადგეჩქარება. არ არის. ინტრო გამისახეთ რა უნდა ვიცი. პირველი როცა ასტრონავტობაზე, მოსაკვავებაზე. ცნობილ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. მისი გვარის მოსახელეს კი ცნობილი მეტსახელი არა უფლებათა შემამცირებელი დოკუმენტის გამო, არამედ ყველაზე უმცროსი შვილობის გამო ეწოდა. უფლებათა შემამცირებელი დოკუმენტი რა არის? აი, 3 2 მე არ მოხდეს. 1 ვერსია არ მოყავს. არავის არ ანუ გაგვეს. ბოუის გავდა გოგონა პირველი, მაგრამ ბოუის სახელი რო იწყებოდეს, ვერ მე გავახსენეთ და ბილი უნდა იყოს, რაღაცნაირი ბილი. ისეთი გვარი უნდა ქონდეს, რაც ცნობილი სახელია თან არა? ხო, მაგრამ ხო ხდება როგორი ფილტრია, ყველაფერს არ ქმნიან სახელად. ჯექსონი? პირველი არის ელტონ ჯონი, ელტონ ჯონი, ხო ეგრეც ვფიქრობ. მეორე არის ჯონ უმიწაწყალო. ბოუი მაგიტომ თქვიროს თარმენიდეს რო ნახავდა როკეტმენი აღარ გამოსცადა. როკეტმენი მესრე ხო, როკეტმენზე იყო მინიშნება ასტრონავტობაზე რომ კარგი პატარობაში მოცეკვავეთ აი ჯონ უმიწაწყალო ალბათ ასეულს მაინც ვერ ვიტყოდ. მიულოცო. ამსახურებული გამარჯვება. გილოცავთ, მოიგეთ მეგობრებო, მოიგეთ პრესეზონი, მაგრამ მესამე კითხვაც ვითამაშოთ. არა, ჩვენს რა გამოვიცანით ასე რომ. და იქნება ჩვენ ახლა ვიცნობთ. სამწლიანი ცხოვრება და მე მათემატიკა კარგად იცი. მაგნისტით დაგვაწელეს. აღარ ვიცი. კაი, ჩვენს ქუთაისში ფეხბურთი რა იცოდა. უკვე ქართველებზე ვართ. ქართველი, ქართველები საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორია. ქუთაისში დაბადებულ ამ მეცნიერს მამა შოტლანდიელი ჰყავდა. და სწორედ მან ასწავლა ენები. მეორე კი საქართველოთი 1820-იან წლებში დაინტერესდა და ამ პერიოდში ქართული ხელნაწერებით შეისწავლა. მეორე ვინ არის ბიჭო? ქართული ხელნაწერები. ხო, ქართველი არა. ხანი აი ქართული. ვერსია? არა ბიჭო, არა. 3 იმათ იციან თან. პირველ ჩვენს ვიცით, მაგრამ რაღა დარჩა. აი ეს იყოს. არ მახსოვს ამის სახელი. ეს უარი. უთუ არის? ვორდროპი თუ წერია. 3 აი всё დავწერე. ვორდროპიტერია ხო? ნიკო მარი ბროს. ბროსე. ბროსე. ნიკო მარი ბროსე. ხალხო ფიქრო. ვორდროპი დაწერეთ? ზუტნერი დაწერე. ზუტონე საიდან ვორდროპს მარჯორია საათ თქვა ფონს, და მარი არ გამოვიდოდა. ჩემი ბროსე. ბერტა. ბერტა ფონ ზუტნერი იყო, კი. ოღ კიდევ ორი ქულა და 15 გარიშით არ დავაგეთ, 5 ქულით წავა. გოგონებს. მადლობანი, რაჩოლებრივი ყავე. არა უშ, ბევრი რამე იყო ამ თამაში, გამართლების ფაქტორი, გარისკვის ფაქტორი, მაგრად გამოცნობილი კითხვები, აცილებული ორი კითხვები, კითხვა შეგვეძლო რომ კარგი ანონსი იყო მთელი სეზონისთვის, ასე ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. მადლობა თქვენ. მონაწილეობას რო იღებ, კარგი ცვლილებაა, ხო? ძალიან, ორ-ორი რო ძალიან. თამაშობ. განისთან თამაში ყოველთვის მეც ძალიან დინამიკას სასიამოვნოა. იძლევა. იგივე. დავიცი, კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩვენ სპონსორებს. PSP-ს დიდი მადლობა რომ ერთგულად ჩვენი მეგობარია და ჩვენი სპონსორია. მომეცით საჩუქრებიც გადავცეთ პარემ. აი, გაინაწილეთ ეს საჩუქრები. მინდა გითხრათ რომ PSP-სგან კიდევ ერთი ჩანთა გერგებათ საჩუქრად რომ გახვალთ. ეხლა აქ ძალიან ბევრი იყო და აღარ დაეტევოდა. დიდი მადლობა დანკინს და მის ყავას რომ გვეხმარებოდა ამ თამაშის გონივრულად წარმართვაში. დიდი მადლობა გამომცემლობა ინტელექტს, რომელიც გვერდში დაგვიდგა მთელი სეზონის განმავლობაში და მისგან ეს საჩუქრები ინებეთ, მეგობრებო. ეს წიგნები თქვენ, მე შეგიძლიათ გადაცვალ-გადმოცვალოთ სურვილის ამებ. ახლავე.
ასე რა ვისვე დავუთმო. და ჩამახედე? არა. არ გართული. ეს თქვენ? მადლობა Click Productions მაძიებლის გადაღებისთვის და Heima Productions ჩვენი მუსიკალურად გაფორმებისთვის. გამოიწერეთ თაროს თაობის არხი. მაგარი სეზონი იქნება, გპირდებით. დაუვიწყარი, ამიტომ უყურეთ მაძიებელს, მოიწონეთ სხვადასხვა პლატფორმებზე, გვიპოვეთ. ვითომ გარეთ ვერ ნახავდნენ, აქ რო არ დაეწყოთ ეს ჭრაჭუნი, მაგრამ რა ვქნა, ვერ გავაჩერე. ბიჭო, ეს ვერ გავაჩერე. ციგნებს რომ მოგცემ რა გონია. ციგნები და ციგნები და არ უნახავთ ხოიცი ციგნები. რა თო მე ხო ჭრაჭუნი. მეც რომელი ბავშვი ვარ? ყველას რო ციგნი მიქონდა დაბადების დღეზე საჩუქრად, იმიტომ რომ შენავით ბედნიერი იყავ ყოველჯერ. აი კამერა რო გაიჩება გეტყვი რატო დავიწყე ჭრაჭუნი. მადლობა ხალხო, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა. გემშვიდობებით და შევხვდებით მაძიებლის უკვე საჩემპიონატო ბადეში იუთუბერებთან ერთად. ეხლა რა მესიგიჟე უნდა ვქნა